მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამღვდელმსახური მღვდელი გურამ გალოვლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 230 15 15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც დღევანდელი ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ სვანეთის უბანში მდებარე წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ბედიაშვილი. მოგესალმებით მამა გიორგი. მოგესალმებით თქვენ კონტაქტებში. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. სანამ ჩვენი Facebook-ი გააქტიურდება და მაყურებელთა ზარები შემოვა, ესეთი კითხვა დაგვიტოვა ჩვენმა მაყურებელმა, როგორ შევიგრძნოთ წირვაზე ღმერთიო? ესე იგი მაგ მაყურებელს ვეტყოდი, რა ვიცი, ყველაზე მეტად წირვაზე შეიცნობა ღმერთი ზოგადად. წირვა არის ყველაზე დიდი მსახურება. საერთოდ რაც ამ ლიტურგიკულ მსახურებებშია დადგენილი, ყველაზე დიდია წირვა, სადაც უსისხლომსველი შეიწერება და პური და ღვინო ქრისტეს სადახურცად გადაიქცევა. და ამაზე შეიცნობა ყველაზე მეტად ღმერთი, რა ვიცი, მათ თუ ღმერთს ვერ შეიცნობს ადამიანი და ვერ იგრძნობს ღვთისმათს, მეტი არ ვიცი, სად უნდა შეიცნოს წირვის გარდა წირვაზე ყველაზე მეტად შეიცნობა ღმერთი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ. დასვით კითხვა? დიახ. დამლოცეთ მამაო. ღმერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ. მამაო, ესეთი შეკითხვა მაქვს, მარხულობ. მაგრამ სიგარეტს ვეწევი მამაო და ეთი კიდე მინდა გითხრათ, რომ ღმერთი მაპატიებს მამაო ამან. გაიხარეთ, მადლობა ზარისთვის. მანუ მარხულობო გავიგე, მაგრამ შემდეგ ვერ გავიგე რა. თამბაქოს ვეწევიო და როგორი რაღაცა არის, ესე იგი მარტო თამბაქოს წევა ეხლა ხო არ არის. ზოგჯერ ადამიანები რაღაცა ხორციელი რაღაცას ვაქცევთ ყურადღებას, თქვა თუ აი თამბაქოს ვეწევი, შარვალი მაცვია, რაღაცა და არ ვაქცევთ სულიერებას, რომ შეიძლება თამბაქოს წევაზე მეტი იყოს ამპარტავნება. კი არა არის. განკითხვა, გემოთმოყარეობა, ნაყროვანება და სხვადასხვა ცოდვების სულიერი, რომელიც აზიანებს სულს უფრო მეტად. თამბაქოზე მეტად ესე ვთქვათ. ეხლა ამ ადამიანს აქვს სისუსტე რაღაცა და რა თქმა უნდა არ არის ეს სასურველი, რომ თამბაქო მოწიოს და კარგი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მარხვა რა თქმა უნდა არ უნდა შეწყვიტოს. და შეეცადოს რომ იმუშაოს იმაზე რომ თამბაქო არ მოწიოს, აწუხებს ახლა სინდისი აწუხებს. ერთჯერადაც ახლა ღმერთი როგორ არ გაპატიებს, თქვა თუ შეინანებ, მაგრამ საერთო ჯამში იმაზეა საუბარი რომ უნდა გადაეჩვიოს სრულყოფილებისკენ თამბაქოს წევით ვერ წახვალ, ესე ვთქვათ. ვერ განიღტობა ადამიანს სრულყოფილებისკენ ვერ წავა, იმიტომ რომ უფალი ამბობს რომ თუ შენი თვალი გაცდუნებსო ამოიღეო შენი თვალი ჯობიაო, ცალი თვალით შეხვიდეო სასუფეველში ვიდრე ორივე თვალით გეენიაშიო. და ზოგადად აი ქრისტიანულ ცხოვრებაში ესეა რომ ადამიანი გრძნობს და თუ გამია ხელი შემშლელი აი რაღაც სოდვა ძალიან გაწუხებს. აი რატო აწუხებს არ განსაკუთრებულად სინდისი ამ ხელს რომ ამ სოდვაში იმყოფება. და ეს მას შეაწუხებს, აი სანამ არ მოიშორებს შეაწუხებს. და ბოლოს მივა იმ დონემდე თვით შეგნებით. იმ დონეზე შეაწუხებს რომ დაანებებს თავს რა. ესეც სიტუაცია ღმერთმა გააძლიეროს რომ შეეწიოს ღვთისმადლი, გააძლიეროს მარხვა რა თქმა უნდა, მოძღვარის გაესაუბრება, შეიძლება კიდევაც აზიაროს და გაძლიერდება ესე ვთქვათ. ღვთისმადლით და მე საბოლოოდ რა თქმა უნდა მან თავი უნდა დაანებოს თამბაქოს მოწილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობათ. საღამოში. მაინტერესებს სვანური ზარის მნიშვნელობა და არის თუ არა დაშვებული ეკლესიაში მისი ისე ვთქვათ გამოყენება შეიძლება თუ არა. მადლობა, გაიხარეთ. სვანური ზარი რო არის, აი დატირება. სვანური ზარი დატირებას რო გალობენ. გასვენების დროს. ეს ახლა ტრადიცია, ტრადიციული
და ზოგადად სვანეთში მიხედვით ტრადიციებია, ეს არის როგორც მეცნიერებმა გამოიკლიეს უძველესი ქართული გენეტიკა არის სვანებში. აი უძველესი ქართველები არიან სვანები. ურარტუელებზე და ამაზე წინასწარ აყენებენ სვანებს, სისხლის გენეტიკა რო გამოიკლიეს. და მე მახსენდება რომ ესეთი ის გამიგია რომ პატრიარქი რო ჩაბზანებულა სვანეთში პირველად სასულიერო პირები მიყვებოდნენ თურმე გვერდით და ხან ჯორებზე თურმე ქები ყოფილა რაღაც გამოსახული ისა და ხლებმა თურმე ამას ქებზე მივიდნენ მოსატეხად პატრიარქს უთქვამს დაანებეთ თავი დაანებეთ იმიტომ რომ იქ ხელა რაღაცები ქრისტიანული შემონახული შეიძლება ეს იმ წუთში მოგეჩვენოს რომ ეს იყოს არაქრისტიანული საქციელი აი თუნდაც ლამპრობა როგორც ვიცი უკავშირდება მირქმის დღესასწაულს ანუ ხალხურად არის შემორჩენილი ეს ყველაფერი და ეს არის დიდი ტრადიციები სვანი ხალხისა და ჩვეულებრივად უნდა მივიღოთ ეს ძველი ტრადიცია და გაუგოთ ამ ხალხს და მივყვეთ არ არის ეს დასაგმობი კი ბატონო მე არ ვიცი ხა ზუსტად ეს სცენარი არ მაქვს ნაყურები მართალი გითხრათ რა სცენარია მაგრამ კი არ იქნება ის რაღაც წარმართული ის გამომხატველი ქრისტიანობასთან იქნება დაკავშირებული გაცილება ესეთი ზარი ანუ თავს ზარი დაეცაო რო იტყვიან აი რაღაცა ამასთან არის კავშირში და როგორ შევძლოთ მოთმენაო ესო და რთული საკითხია ახლა მოთმინება როგორ შევძლოთ ეს შეიძლება თეორიულად ახლა ახსნათ ბევრი რამე და ბევრი წიგნია დაწერილი რაღაც მოთმინებაზე, მამები გვასწავლიან, მაგრამ ძირითადად მაინც ყველაფერი პრაქტიკაზეა დამოკიდებული, აი პიროვნებას. ადამიანმა აი განსაცდელი რატო ქვია, უნდა განიცადო და შენ თავზე გამოიარო და მე იწვთობინე ენერა. მოთმინებას ეს არის ნებისმიერ სათნოებაში ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ. რასაც ასკეტიკა ეწოდება, ასკეო ხო ნიშნავს, აი ასკეო ბერძნულ სიტყვა და ვარჯიშს ნიშნავს. ანუ ეს არის სულიერი ვარჯიში, როგორც ფიზიკურად ვარჯიშობს ადამიანი სპორტში და რაღაცა სხვადასხვა საშუალებებს იყენებს, რომ ფიზიკურად გაძლიერდეს, ეს ერთ დღეში არ ხდება, ხო? წლები უნდა ამას, შეიძლება უფრო მეტის დაჭირდეს, რომ რაღაცას მიაღწიო, ხო, ფიზიკური აქტივობით და სულიერი მით უმეტეს ბევრად რთულია, ესე ვთქვა. და მოთმინება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათნოება მით უმეტეს დღეს, იმიტომ რომ მოთმინების გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ. ადამიანებთან ურთიერთობაში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, ზოგადად ნებისმიერი შეიძლება ვიღაც გაგიკითხავს, ვიღაც არასწორად გექცევა, თუ არ მოითმინე, ვერანაირი სათნოების მიღწევას ვერ შეძლებს საერთოდ ამ ქვეყანაზე და ეს არის უმთავრესი, ამიტომ მზადებს უფალი სახარებაში, რომ რომელმან დაითმინოს სრულიად იგი სხონდეს, ანუ მოთმინება უნდა იყოს ბოლომდე. სხვათა შორის მამა გაბრიელის სიტყვები მახსენდება ჩვენი მამა გაბრიელის უგებაძის წმინდა მამა გაბრიელის ამბობს რომ სიყვარული არის ოქრო და მოთმინება არის ბრილიანტი. ანუ ეს დღევანდელი ჟამიდან გამომდინარე რომ ადამიანს ყველა ფეხის ნაბიჯზე მოთმინება ჭირდება და მე სხვათა შორის ჩემ რევს ვეუბნები ხოლმე რომ 8 წელი აღარ გვაქვს უკვე. აი რასაც გრიგორ ხანძთელი აკეთებდა, რასაც დიდი მამები, ათონელები აკეთებდნენ, ეგეთი 8 წელი აღარ არის უკვე. ეს აღმოცებრივად ადამიანი ბოლო ჟამია, რთული ვითარება არის ძალიან საზოგადოებაში, დეპრესიული ფონია, თვითონაც ადამიანი მოუძლურებულია სულიერად. ერთადერთი რასაც აი ურჩევ ხოლმე მოვითფინოთ. ბოლო ჟამს დათფენით ცხონდებით, გადავჩებით რომ მოვითფენთ ამ უსამართლობას, ამ კვედრებას და საერთოდ ამაში დაეხმარება ერთი რამ მცირედი გამოცდილების რჩევა რომ იმცე რომ საკუთარ თავს აყვედროს ყოველთვის. არასდროს არ ჩათვალოს ღირსად საკუთარი თავი აპარტავნდება არ შემოეპაროს. არ შემოეპაროს დიდების მოყვარეობა. აი რა დროს წდება მოთმინების ფიალა საერთოდ. როდესაც შენზე გაქვს, შენ თავზე გაქვს წარმოდგენა. დიდი წარმოდგენა გაქვს შენ თავზე ამ დროს მოთმინება უკვე ესე ვთქვათ ფიალა ივსება და უკვე იწყებს სხვას ესე ვთქვათ ან ბრისხანებას ან ეს არის აი საკუთარ თავზე წარმოდგენა. ამით ებრძოლოს რომ ყოველთვის გაიაზროს რომ ღვთის წინაშე ჩვენ არავინ არა ვართ
ვართ ცოდვილები, არა აქვს ცოდვა, რომელიც გამკეთებელებს არა ვართ, ღვთისმარლი არ გვიფარავდეს ნებისმიერი ჩვენთაგანი და ესეთი დამოკიდებულებით, ესეთი შეხედულებით ივარჯიშოს ამ საქმეში და მოითმინოს თუნდაც აი საჭესთან მაგალითად. შეიძლება გზა ვიღაცა გადაუჭრა, ამ ვიღაცა შეიძლება არაუხეშად მოექცა, ცუდად მოექცა და ამას გაიაზროს ყოველთვის, რომ აი უფალო მე ცოდვილი ვარ. და მე მოთმინება მჭირდება მომეცი ილოცოს კიდევა სთხოვოს მოთმინება უფალს და ამ თხოვნაში მე წამოვა უკვე წოთობა უფალი მოულეს ისეთ რაღაცებს დაუშვებს რომ ამ მოთმინებაში ივარჯიშოს აი ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ამაზე იმუშაოს საკუთარ თავთან და ბოლოს ლოცვით და საკუთარი გამოცდილებით მიაღწევს რაღაცას მოთმინებაში კეთილი მამაო, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. ისმეთ ეთერში ხართ? დიახ, ეთერში ხართ ისაუბრეთ. მოგურამ გამარჯობა. გამარჯობა. მირესალმერის ტომას. გაიხართ. მამა გიორგი. დიახ. აი ქალბატონიო, თამიდის ქუჩაში ან ტრანსპორტში რომ არის და უცხო მამაკაცი, ნაცნობი კი არა, უცხო მამაკაცი რომ უზრუნველად იქცევა. განსაკუთრებით იმ ქალის გვერდით ახლა დავა კონკრეტებ რას რატო ან დაყვერის ან რაღაც ისეთ საკეთებს რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელია ქალისთვის ხა ხვდებით რაც შეიძლება გააკეთოს კიდევ და ამ დროს მანდილოსანი როგორ უნდა მოიქცეს ეს ერთი შეკითხვა უცხო მამაკაცებმა მომნაცნობთან ახლა მეც ვიცი როგორ მოიქცე და ახლა მეორე შეკითხვა ის არის რომ გასაგებია უწლები რომ გვეუბნები რომ განკითხვა არ შეიძლება მაგრამ როცა ვინმე მზაკრულად გვექცევა ხომ შეიძლება რომ უთხრათ იცი რა მე ვიცი რომ შენ მზაკრულად მოიქეცი კი არ გამეკითხო აი უთხრა ერთ-ერთზე რომ მე ვიცი შენ რაც გააკეთე მზაკრულად და ყველაფერს თავის სახელი რომ დაერქვას მადლობა ანუ პირველი მამაკაცზე იყო საუბარი, რომელიც რაღაც უწესოდ იქცევა, ხო და თავი როგორ გავარიდო ეს. თუნდაც ტრანსპორტში. მამაო ხო ძალიან ზოგადი შეკითხვა არის, ახლა სიტუაციას გააჩნია, სად იქცევა უწესოდ, ოჯახში იქცევა, ტრანსპორტში ახლა დაკვირის თავზე ესე. თავი უნდა არიდო, ახლა შეიძლება ის დაგვარათ ახლა. თუ საჭირო უნდა მიუთითო კიდევაც. რა თქმა უნდა, კაცო, აბა რა უნდა, ახლა შეთვითონ აი სიტუაციიდან გამომდინარე, სად იქცევა, როგორ იქცევა და იქ ახლა ტრანსპორტში ახლა ხალხია სამართალდამცავები არსებობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანი თუ ძალადობს რაღაცა ისე საკეთებს, რომელიც შენთვის მიუღებელია და ეს რაღაცა არ არის კარგი საქციელი, მრავალი ხერხია და ეს შენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებ და თავს როგორ დაიცავ ადამიანისგან, რა თქმა უნდა, თავი უნდა არიდო და მიმართო რაღაცა ხერხებს, რომელიც გონიერად გამოიყენო. ეს ძალიან ზოგადი შეკითხვა იყო და თვითონ უნდა განსაზღვროს ეს როგორ უნდა არიდოს თავი ამ მამაკაცს. და მეორე იყო განკითხვა. განკითხვასთან დაკავშირებით ამბობდა რაღაც მხილებაზე მე ხო ეხლა განკითხვა არის როცა ბოროტულად ზურგს უკანა და ადამიანს საუბრობდა რაღაცა მის ცოდებს ესე ვთქვათ განაკიქებ და შენ გონია რომ შენ ამის გამკეთებელი არ ახარ და ეს ადამიანი რაც ცუდია და ხელის გაშვერა და ეგ არის განკითხვა. ეხლა სიტუაციის რეალურად შეფასება და გონიერი განსჯა, რასაც წმინდა მამები უწოდებენ. წმინდა მამები ამბობენ, ყველა სიტუაციაში უნდა ქონდეს ჩვენ გონიერი განსჯა. ამას ვქენ განსჯა, გონიერი, ეს ყველა ქრისტიანს უნდა ქონდეს. ეს განკითხვა არ არის. ეს არის სიტუაციის სულიერი შეფასება. რომ რა ხდება რეალურად. აი ზოგი მოწმუნეები ამბობენ მაგალითად, აი მოწმუნე ადამიანი ცოტა ხიბლისკენ მიდრეკილები აი მე არ ვიცი როგორი ვარ, მე მწია ვარ, მატლი ვარ, მტვერი ვარ, რაღაც თავის თავს აყვეზიან იმდაბლების საზოგადოების წინაშე. როგორ ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს ვინ არის. მაგრამ ეს უნდა იყოს შეგნებული და უნდა იცოდეს უნდა იცოდეს აი სხვა რო ეტყვის მაგას და თუ მაშინ თუ დაიწმეს აი მაშინ გამოსდება მისი სიმდაბლე და მისი აღიარება იმისა რომ თუ ნამდვილად თავის თავზე ამას ამბობს და ეს არ არის სოდვა რომ ადამიანმა იცოდეს საკუთარი თავის შესახებ აი ხო წერია რომ არავინ იცის კაცის სულიო გარნა სულმანვე კაცისამან
ყველა მიცის შინაგანად თვითონ ვინ არის, რას წარმოადგენს ეს სინდისის მიხედვით და ღმერთის მიხედვით ღვთისმსხვილის ნამხილები იქნება. ამის ჩვენ სწორი შეფასება უნდა მოვახდინოთ, ხო? ხო და ეს განკითხვა არ არის. განკითხვა არის, როცა ზოგს უკან ადამიანს პირში არ ეუბნები და ესე თქვა საფლავს უთხრის ხვის წინაშე, ზოგს უკან დაცინი და მის ცხოვრებას ესე თქვა აბუჩად იგდებ ან მის სოდებს ესე თქვა შენ განაკიქებ. აი ეს არის ცუდი, ეს არის განკითხვა. ესე თუ შენ ადამიანს პირში ეუბნები, აი პირში საუბარზეც თქვა მერე, აი ყველაფერი ესე თქვა ამასაც სიფრთხილით მოპყრობა უნდა, ცოტა უხეშად გამოუვიდა იმ კუთხით, რომ ვამხელო და რაღაც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენო. ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ამ დროს, აქ ხილება არ არის მთავარი. თავარია ეს ადამიანი როგორ მიიღებს ინტერესი რა არის გააჩინა. ინტერესია რომ მოყვასი შეიძინო, ხო? შენ ეს ადამიანი თუ გიყვარს, ხო? და გინდა რომ ესე იგი სოგზაზე იყოს და ეს შეეშვას ამ ესე ვთქვათ ცხოვრებას აქციას შესთან მიმართებაში თუნდაც შენ სიყვარულით უნდა მოუწოდო ან ხუმრობით ნახევრად რაღაცნაირად უნდა გამოიჩინოს სიბრძნე რომ რაღაცნაირად ამ ადამიანმა შენი სითბო და სიყვარული იგრძნოს და აი ადამიანები გრძნობენ ერთმანეთის მიმართ როგორ ესაუბრება დაცინვით ესაუბრება მრისხანებით ესაუბრება შინაგანი გრძნობები არსებობს საერთოდ ხო და შეიძლება ადამიანს საერთოდ არ უთხრა და სითბო იგრძნოს შენს მიმართ ამ ადამიანმა და ეს შინაგანი კავშირია ადამიანთა შორის სიფრთხილეა საჭირო ყველასთან უნდა ვიყოს დადებითი დამოკიდებულების და დადებითად უნდა მივიტანოთ ყველაფერი და ჩვენი მიზანი უნდა იყოს გამოსწორება და სიტუაციის სიკეთით შეცვლა და არა მხილება პირდაპირ ეს მიზანი არ არის ეს არის საშუალება. კეთილი. მაყურებელია ის. ისმენთ დასვით კითხვა ეთერში ხართ. ისაუბრეთ. დიდი მადლობა. ამბობენ სიზმარს არ უნდა მიაქციო ყურადღება. ერთი მომდურავი მყავდა. დიახ. ერთი მომდურავი მყავდა. იმდენ რამეს მაბრალებდა ბოლოს ჯადოსნობასაც. ისაუბრეთ, მეორდება თქვენი ხმა, ტელევიზორს დაუწიეთ და ისე ისაუბრეთ. გადაცვლილია. იმის შემდეგ რაც გარდაიცვალა. დამესიზმრა ვითომ მივდიოდი უსკრულის პირას დავინახე იმ ადამიანს ხელი ჰქონდა აწეული და მთხოვა ამომიყვანეო მე ვიმკითხავდა მის ამოყვანას როგორ მოვიქცე მამაო უსველო ახლა შეკითხვა ცოტა ასე ამ ქალბატონს რა ინტერესებს ვით უშველო სამას გარდაცვლილს ვერაფრით ვერ უშველის გარდა ერთის სალოცვა შეუძლია რომ მის სახელზე ილოცოს და გულწრფელად თხოვოს ღმერთს რომ აპატიოს ის შეცოდებები რომელიც იმ ადამიანმა სიცოცხლეში არასწორად გამოიყენა მოყვასის მიმართ და ილოცოს მხოლოდ ეს დარჩენია მას და ეხლა ეს უფსკუნიდან ამოყვანა და რაღაც ამდაგვარი რაღაცა სიზმრისეული ჩვენებები არ უნდა მიაქციოს ყურადღება ეს არ ჩვენ არავინ არ გვანახებს უფსკუნურებს და რაღაცა ჯოჯოხეთის სანახებს თუ სამოთხის შვენიერებას და ეს არის ზმანება რომელსაც წმინდა მამია ამბობენ რომ უნდა მიაქციოთ ყურადღება თუ უნდა ერთადერთი ვიცით რაც იმ ქვეყნად არის შვება და მისავალი და შეწევნა ამ ქვეყნიდან არის ლოცვა ეს შეუძლია მის მოწყალება მის სახელზე ლოცვა და სიყვარულით მოხსენება იმ ადამიანის თუ გულწრფელად უნდა მისი გადარჩენა ყოველ შემთხვევაში შენდობა მისეს თვითონ თავისი რაც ამას ბოროტი გაუკეთა კი ბატონო მაყურებელია ის გისმენთ ეთერში ხართ დავსვა დიახ დასვით კითხვა იცით მამაო ერთი ცოდვირი აჩვეულებრივი ადამიანი გირეკავს უბრალოდ იცით რა მაინტერესებს საერთოდ არ მიყვარს ან კითხვა და ვიღაცაზე მსჯელობა მაგრამ პოლიტიკოსებზე ნამდვილად ამას ვერ ვიტყვი აი ეს მაინტერესებს აი მე ყოველთვის ვაკრიტიკებ
და განვიკითხავ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყანა დააზიანებს და აზიანებენ ყოველდღიურად. იცით, მე რატომ მე კი ვიცი, რომ ეს მაინც ცოდვა ალბათ, მაგრამ ისინი იმდენად იმსახურებენ, თუ ქვეყანა დაანგრიეს მათ. და ზოგიერთი მათგანი ცოცხალიც კი არ არის, მაგრამ უღალატეს ამ ეს ქვეყანა თავისი პირადი ინტერესების გამო გაყიდეს. აი ამ შემთხვევაში მე კი ვიცი მაინც მეახლობითად პასუხი, მაგრამ მაინც თქვენი მაინტერესებს. ძალიანაც არ მინდა, მაგრამ აი უსამართლობა პირდაპირ გულს მიკლავს რა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა საწოდავი, იმიტომ მივიდა ამ მდგომარეობა და ასეთი ცუდი პოლიტიკოსებთან არ მინდა მეტი რო თქვა. აი როგორ რას მირჩევთ ახლა? მირჩევთ რა თქმა უნდა რომ არ განმეკითხო, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი აზრი. მადლობა, გასაგები. არა, მასე უსეფეს თქვა ზედაპირულად არ უჩვენთ, რომ არ განიკითხო და მორჩა შევეცდები თუ რაღაცა რჩევა მივცეთ ისეთი, რომელიც თვითონაც დააფიქრებს და ჩემი აზრით გამოცდილებით მიხვდება ამ ყველაფერს არჩევას მივეცით. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ პოლიტიკაშიც და ზოგადად ნებისმიერ საზოგადოებრივ ესე ვთქვათ სიტუაციაში თუნდაც იყოს პოლიტიკა, ან ბანკი, ან რაღაცა სასამართლო, ან ნებისმიერ სტრუქტურა ეს ხო ყველგან არის რაღაც ტყუილი, რაღაც სადაც ფული ერთი სიტყვით ხო? იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ იუდა ისკარიოტელმა ვერცხლის მოყარეობის სცენით დაბნელებულმა გაცამაცხოვარი 30 ვერცხლი მაშინ არაფერი ისეთ ფული არ იყო, მაგრამ ისენით იყო დაბნელებული ეს ადამიანი და ვერცხლის მოყარეობა ისეთი ცოდვა არის, რომ მამები ამბობენ, რომ სამწოდვაში ასახელებენ. პირველ სამწოდვაში, რომელზეც მთელი ცოდვებია დაშენებული, საიდანაც გამომდინარეობს ყველა ცოდვა. ერთ-ერთია ვერცხლის მოყარეობის სცენი. ფულის სუნი სადაც არის, ესე ვთქვათ. და სადაც შინაგან სიწმინდეზე, სიყვარულზე და შინაგან ადამიანურ მორალზე, სადაც ზევით ფული დგას, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერი შეიძლება იკადროს ადამიანი. ამიტომ ეხლა ამ ქალბატონმა ცოტა სიღრმისეულად დაფიქრდეს ამან. მე ესეთი მიდგომა მაქვს მაგალითად. მარტო პოლიტიკაში არა, ნებისმიერ საკითხში. აი ქმედითად თუ შემიძლია მე ამის გაკეთება. ქმედითად. მაშინ ან უყურებ, ან გამოვიძიებ რაღაც საკითხს ნებისმიერს. და ქმედითად უშველი ამ საქმეს. თუ მე ხვდები, რომ მე არ შემწევს ძალა ამ საქმეს უშველო. აი პირობითად აი ეს ჭაღი თუ რაღაც თუ შემიძლია გადავდგა გვერდით, გადავდგა ავდგები. ეხლა მე ვიძახო ესაც სუდად დგას, სუდად მანათებს, აქ რაღაც ტყუილი ის იქნება წყლის ნაყვა, ესე თქვა, საკუთარ თავსაც დავიზიანებ, ვერ საქმეს უშველი. და ეს გამოვა ზედაპირული ლაპარაკი, რომელიც შენ თავს დააზიანებს და ვერც საქმეს ვერ უშველი რეალურად. ჩვენ ხო აქ გვაქვს ქვეყანაზე გვაქვს საუბარი და გამოსწორებას. და ეხლა ადამიანმა დაფიქრებით უნდა არჩიოს ისეთი რამე, ხო? ეხლა მან ქალბატონს არავინ მისცეს უფლებას, რომ მივიდეს რაღაცაზე ხელი მოაწეროს და კანონი შემოიღოს. ან რაღაცა ამ დაგვარი, რომელიც რაღაცა შეცვლის რეალურად. ხო და ეხლა დაჯიხი შენ და ჯერ ნერვები იშალი ამ ათი ტყუილები არჩიან, რაღაცა ესე ვთქვათ, მაგრამ საკული გეგმები. მე ხო არაფერი არ შეგიძლია ეს უგაღიზიანებს. ხო და ამ ყველაფერს ხო ბოროტიც დროს გვაკარგინებს ამ ჯგუფში, დავით არაბაში ნერვოზი გაგიჩნდება, პრობლემები შეგექმნება ჯამთედობის და იქნება არაფერი, ხო წყლის ნაყვა და შენ თავს დაიზიანებ. თუ შეგიძლია, მოდი ისეთი რამე მოვნახოთ ეხლა რა ამ სიტუაციაში, კი ყველა სიტუაციაში. რამე თუ შეგიძლია გააკეთე. ესე ვთქვათ. და მე რა შემიძლია ეხლა ვთქვათ. მე ახ კანონის შექმნის უფლებას არავინ მაძლევს, ხო? შემიძლია ბავშვებს ვასწავლო სიყვარული, სიმდაბლე, ღმერთი დავანახო და ის ბავშვები გაიზრდებიან ამ მორალზე, ამ ქრისტიანულ სარწმუნოში, შეცვლიან რაღაცას. ვისაც რაღაცას ილოცოთ იმ ადამიანებზე, ვისაც სამშობლოსთვის შეიცვალონ და ანუ რაც შეუძლია ნამდვილად ქმედითა თუ გააკეთოს, ის გააკეთოს. თანაც ამ ზედაპირულ რაღაცა ნერვიულობას თუ რაღაც საქმეების განხილვას, საერთოდ ნებისმიერ სიტუაციაში თავ უნდა დაანებო კაცმა. იყო შენთვის ესე ვთქვათ და ილოცო და ქმედითად იმოღვაწეო რაღაცა შეცვალო შენ ქვეყანაში. კეთილი. მაყურებელია ისე. თუნდაც მცირედ გითხო. გისმენთ ეთერში ხარ? საღამომშვიდობისად. გაიხარეთ, იცოცხლეთ ღმერთს.
მამაგურამ, მე ასეთი შეკითხვა მაქვს. აი ახლა დიდ მარხვაში ვართ და მიცვალებულების აი შაბათს მიცვალებულების მოხსენების პირველი შაბათია. აი დიდ მარხვაში, სანამ დიდი მარხვა დაიწყებოდა, მანამდეც ხომ იყო მიცვალებულების ხსენების დღე. ზოგადად ყოველ შაბათს ისედაც ჩვენ ტაძარში სულ არის და მადლობა ამისთვის დედა ეკლესიას. მაგრამ რა დატვირთვას ატარებს აი დიდ მარხვაში ზედიზედ ეს სამი შაბათი და რა არის მიცვალებულისთვის განსაკუთრებული აქ და მისი პატრონისთვისაც თუ რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ძალიან მაინტერესებს ეს და კიდევ რა შეგვიძლია რომ დამატებით გავაკეთოთ ჩვენი მიცვალებულებისათვის როცა ოჯახის წევრებია რა თქმა უნდა ადამიანი სანამ ცოცხალი ხარ სულ ფიქრობ რასაც გვასწავლეს კიდევ დედა ეკლესია რომ შევეწიოთ მათ სულებს და ის სულ მაინტერესებს არც ერთ მარხვაში დიდი მარხვის გარდა აი ესე მიწყობილად სამი შაბათი ასე გამოკვეთილად არც ერთ მარხვაში არ არის და ალბათ რაღაცა დატვირთვა ექნება ეს ხომ ისე არ იქნება მოსული ეს ამბავი და ძალიან მაინტერესებს აი მიცვალებულის სულისთვისაც და ცოცხმისი პატრონისთვისაც აი როცა ემზადები შენ ამისთვის განსაკუთრებულად რომ პატარა რაღაცა მისი სულის მოსახსენებლად თქვა გასცე და რაღაცნაირად შენ ისვენებ აი მე მაგალითად რო გამოვდივარ მე ტაძრიდან ისეთ სიმსუბუქეს გრძნով თითქოს ნახე თითქოს მოვეფერე თითქოს რაღაცა აი ჩემთვის ისეთი დიდი შვებაა რომ ვერ წარმოიდგენთ და ალბათ ჩემნაირად ბევრი ადამიანი გრძნობს ამას მაგრამ მიცვალებულებისთვის აი განსაკუთრებულად რა მნიშვნელობა აქვს დიდ მარხვაში დიდი მადლობა წინასწარ გიხდით მადლობას. გაიხარეთ თქვენც მადლობს. რა თქმა უნდა ხა დიდი მარხვა ხო განსაკუთრებული საერთოდ მარხვა რა არის. რომ ეს არის მდგომარეობა განსაკუთრებული სიტუაცია როცა შენ თავზე განსაკუთრებულად უნდა იმუშაო სულიერების მხრივ წარემატო და რაც შეიძლება მოიზღუდო ეს გამქვეყნიური მატერიალური და ილოცო უფრო მეტი მოიკლო საკვები იმის გამო რომ შენი სულიერი ძალები გაძლიერდეს ნებები მოსუსტდეს და ამასთანავე მარხვაში არის ხოლმე ესე იგი შუაკვირაში წირვა არ ტარდება ჩვენ ვიცით სამი წირვა არის წმინდა მამათა დადგენილი ეკლესიის დადგენილი იოანე ოქროპირის ბასილი დიდის და გრიგოლ დიოლოროს რომის პაპის ანუ განხეთქილებამდე რა თქმა უნდა ეს რომის პაპი წმინდანია და ესე იგი შუაკვირაში ეკლესიას დადგენილი აქვს ესე იგი პირველ შეწირული მსახურებები შუაკვირაში არ ტარდება დიდ მარხვაში ოქროპირისა და ბასილიდის მსახურება. ასევე ეკლესიას ამ მარხვაში დადგენილი აქვს ყოველ კვირას ტარდება ბასილიდის წირვა. და ეხლა სხვათა შორის ერთ კონდაქში არის ახლა ახალ კონდაქში მიცვალებულთა კვირას აჩვენებს ბასილიდიდან. და ზოგადად სხვა კონდაკებში არ იხსენება მიცვალებულები ბასილიდის წირვის დროს. და ამ მანამდე შაბათს იხსენიებს, როცა კვირას არ იხსენიებს მიცვალებულებს განსაკუთრებულად. შაბათს ხდება მიცვალებულების განსაკუთრებული მოხსენება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი სათნოება არის ზრუნვა მიცვალებულებზე. დამახვა ყდართა გაპატიოსნება. ეს არის აუცილებელი ერთ-ერთი ჩვენი სულისთვის, რომ ჩვენს ღმერთი შეგვეწიოს, რომ ჩვენ ზრუნავთ სხვისი ცხონებისთვის. თუ შენ სხვისი ცხონების არ ზრუნავ, იოანე ოქროპირი ამბობს, ვერჩემ ვერ გადარჩებიო. მიცვალების ზრუნვა არის ერთ-ერთი დიდი სათნოება მოწმუნისა და ყველა დამეთანხმება საქართველოში ამას რა დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ქრისტიანულ სამყაროში. და ზუსტად მაგიტომ აქვს ეკლესიას დადგენილი, რომ განსაკუთრებულ ჯამს მაგის არ იყოს კიდე 40 დღიანი მოსახსენებლები, ხო? როცა ყოველ დღე ჩვენ პანაში სიხდით 40 დღის განმავლობაში და უამრავ ათასობით, 10,000-ობით ადამიანს ვიხსენებთ მიცვალებულებს. ეს ხდება, ეს არის ჩვენთვის მარხვაში განსაკუთრებული ღვაწლი. რომ რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცა შევიძინოთ კიდე სულიერი და ვიზრუნოთ ჩვენ ეს არის მეტი არაფერი არ არის დადგენილება ამისა რომ მიცვალებულები განსაკუთრებულად მოიხსენოთ და ესე ერთობით ვადიდოთ ღმერთი. კეთილი მამაო, კვლავ მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ. ხალბატონო. ეთერში ხართ, ეთერში. ეთერში ხართ, დასვით კითხვა. მოგესალმები. საღამოსო. მოგესალმები. იცოცხლე. მოგესალმები. ძალიან ხო.
ტელევიზორს დაუწევთ. დამეტანი დაჩავრული კაცი ვარ. შვილი მოვიდა 20 წლის. გიცხონოთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ. ხო და სამი თვეა უკვე გასული. ხო და ქუთაისში ვცხოვრო. დიახ. ხო და რამინდა იცი რო გთხოვოთ 40 მარხვაში იყო და არ გადავიხადეთ. ხო და ხო სამარხო იყო რა. ხო და მანამდე მე 75 მეტრისა ვარ და ჩემ ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ცხვარს კრავდი. ხო და ცხვარის დახლა შეიძლება თუ არ შეიძლება. გასაგებია. მადლობა. გაგაძლიეროთ ღმერთმა და გიცხონოთ თქვენი შვილიშვილი. დიდი განსასწრელი მქონია ოჯახს ღმერთი შეეწიოთ, გააძლიეროთ მადლი მისეთ. მე როგორც გავიგე, მახვაში მოუწია 40-მა და სამარხოთ გავაკეთეთ. აუცილებლად სამარხოთ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ჩემო ძვირფასო, იმიტომ რომ და მე ხსნილში თუ შეიძლებაო, რომ ცხვარი დავკლათო, როცა გახსნილდება. ციგარი ამას თუ რაღაცა სულიერ გაგებას მივცემთ, ანუ სულიერ საქჩულს დაუფენთ ამ ცხვრებს და არ შეიძლება სულიერი აქ არაფერი არ არის, ესე ვთქვათ, ეს არის ძველი გადმონაშთი, როცა არ იყო წირვალოცვა, არ იყო ესე ვთქვათ, ღვთისმსახურება, რაღაც ადამიანმა შეცვალა ამ რაღაცით, ან ძველ აღთქმაში იყო ეს სისხლიანი შვებს წირვალ, გაუგია ცხვრის დაკლა და ნერვებს ვასწორებთ ახლა ჩვენ ამ სიტუაციას, რომ ურჩევთ ადამიანებს, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი ეხლა ცხვრის დაკლა თუ უნდა არავინ არ დაუშლის, მაგრამ ცხვარი დაკლან, ხარი დაკლან, რა ვიცი, როგორც უნდა ან მამალი დაკლან, მაგრამ აი ესო ამას მიანიჭონ რაღაცა სულიერი საქჩული დაუდონ და რაღაცა საბაბი ეს არ შეიძლება არანაირად, ეს არის ცოდვა. რაღაც შეიძლება მახვაში მოუწევს გასვენება 40 თუ წლისთავი, აუცილებლად სამარხოთ უნდა გადაიხადონ, იმიტომ რომ ეხლა წარმოგიდგენია ჩვენ ღმერთს ვეძღებით ამ ადამიანის ხონებას. და თან მეორე ხელით ღვთისმსაწინააღმდეგო საქმეს ვაკეთებთ, რასაც მაქვის დარღვევა ქვია. და საჭმლის გამო, ესე ვთქვათ, იმის გამო, რომ ასა ვინმე მოვა იქ და ას გაუმასპინძდე, არაფერ არ შეიძლება რომ საღვთო ეს წესი და ეს დიდი მარხვა დაგვეული იყოს და უგუნებეს ყოფილი, არაფერ შეიძლება. კი ბატონო. და როცა გახსნილდება თუ ანუ სულიერი დატვირთვა არ აქვს, როგორც მამაობძანა ამ ცხვრის დაკლას, მაგრამ თუ გულით გინდათ და სული გაქვთ, არც აკრძალული არ არის და შეუშეთხეთ. არ არის პრობლემა, მაგაზე არ იდერდოთ. ესეთი კითხვა არის, გელა გწერს, მაინტერესებს იუდასგან უფლის გაცემა ამბორით რატომ იყო აუცილებელი, რადგან ყველამ ხომ იცოდა რომელიც იყო ქრისტე მათ შორის, ვინც შესაყრობად იყვნენ მისულებიო. ნუ ისედაც ხოცნობდნენ ქრისტეს. გარიგება ესეთი მოხდა. თვითონ იუდამ უთხრა რომ მე ამბოს უყოფ ის იქნებაო, ეს შეიპყარითო. ანუ ალბათ მას სიმბოლური დატვირთვას აქვს რომ ზაკოულად გაცა იუდამ. დაცინვით გაცა, ახლა წარმოგიდგენიათ ადამიანს რომ იცი რომ ამ კაცს მოკლავენ. ადამიანურათა შეგო მიდიხარ და ამბურით გასცემ. ეს არის უდიდესი დაცინვა, უტიფროვა და შენი არასწორი ესე იგი საშინელი სულიერი მდგომარეობის გამოვლენა რომ შენ ამბურით გასცემ ადამიანს, ხო? ამბური ხო ვიცით რომ სიყვარულის გამოხატულება არის და შენ ჯვარს მისთვის ამზადებ ამ ადამიანს. ღმერთს იმეტებ ამისთვის, ყოვლად მოწყალეს და ეს იყო ერთ-ერთი იუდას შინაგანი ბოროტი მდგომარეობის გამოვლენა. ამბურით გაცემა. ესე შეუთანხმდა, ესე ვთქვათ, ღვთისმთავრებს, ვინაც ხესაში ამბურით და ნაწინასაღმეტყველების იყო ეს. ამბურით გაიცემოდა ღმერთი. კი ბატონო. გიორგი გწერს. მაინტერესებს, რას ნიშნავს ლუკას სახარებაში თქმული იგავი გონიერი მნეს შესახებ. რატომ შეუქო ბატონმა გონიერ მნეს მისი საქციელი? გასაგებია ხო აქ რაზეა საუბარი, რაღაც მან როგორც მახსოვს, ესე ვთქვათ, მან მიწიერი რაღაცა წინდა ხედულება გამოიყენა. ხო და იმიტომ შეუქო რომ ჩვენ თუნდაც რაღაც სულიერ საკითხში მიწიერი რაღაცა სიბრძნე გამოვიყენოთ, ან რაღაცა ისეთი საქციელი მიწიერი, რომელიც
აი პავლე მოციქულის მახსენდება. ესე იგი, როცა პავლე მოციქული მიდის ერთ-ერთ ასე ვთქვათ, სოფელში თუ ადგილზე, სადაც აბსოლუტურად ეს კერპთამყვანიცემლები ცხოვრობდნენ და ბევრი საკერპო იყო ძალიან იქ. და პავლე მოციქული დააკვირდება რა ხდება. და აწერია წვიმის ღმერთი, ნადირობის ღმერთი, სხვადასხვა ღმერთი რა, ესე ვთქვათ, ცალ-ცალკე. ეს აწერია უცნობი ღმერთი. და პავლე მოციქული ამას აკვირდება ყველაფერს. პირდაპირ ქრისტიანობს არ ქადაგებს, იმიტომ ალბათ ცოცხალს არავინ დატოვებდა იქ, ხო? რაღაცა ქრისტე ეკადაგა და მიუტევე და მთელი ეს ქრისტიანული სიმდაბლისა და რაღაცა სულიერების მწვერვალი. და იწყებს აი მიწიერ რაღაც გამოყენება სამსულიერში. ანუ მიწიერად იწყებს მსჯელობას და თითქოს ახლა შეიძლება ვინმე მიფიქროს რომ რაღაც აქ ტყუილის ამბობს ან რაღაცა ისე ზაკრულად რაღაც ეს ზაკრობა არ იყო ეს იყო სიკეთვისთვის გამოყენებული რაღაცა ხერხი რომელიც ადამიანების შემდეგ მოქცევასა და ღმერთთან დაკავშირებას უკავშირდება და უთხრა რომ ეს ეწერა უცნობი ღმერთი უცნობ ღმერთს და კითხა რომ ეს რატო წერია უარყო იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცითო ყველა ღმერთი შეიძლება რომელიმე გამოგვჩესო ამიტომ ამ სხვებს წირავთო იმ უცნობ ღმერთს რომელიც ჩვენ არ ვიცითო და პავლე მოციქულმა უთხრა მე ვიციო მაგ რომელიაო და უკადაგა ქრისტიანობა და ქრისტეზე და მოექცა იქ უამრავი ადამიანი ანუ ეს იყო რაღაცა მიწიერი სიტუაციის სულიერად გამოყენება და ამას აგმობს ღმერთი რომ ჩვენ რაღაცა შეიძლება აი მიწიერი სიტუაცია გამოვიყენოთ სულიერად. და მე მქონდა ესეთი შემთხვევა, სხვათა შორის ერთ ისტორია გამახსენდა. ესე იგი ერთი გოგონა მოვიდა ჩემთან და მინდა რომ მამა არის ცუდად და ამ სიმსივნე აქვს და არ იცის თვითონ ეს სიმსივნე და მე მინდა რომ მამა ვაზიარო. ახალი სასულიერო პირი ვიყავი ერთი 2 წლის ალბათ. გამოუცდელი ხა დიდი გამოცდილება ასე ხლა არა მოგშვენა. მაშინ საერთოდ არ მქონდა მე 8 წელი კიდე რაც შევიძინე და ემატა და წავყევი ახლა მამა უნდა ვაზიარო და მე მგონი ახლა რომ მამა მიცის ეს ყველაფერი უნდა აზიაროს სახში და ჩოლები გათო შეუძლიაო რაღაცა ფეხზე იდგა ეს კაცი ჩოლები თუ ესეთი დიაგნოზი უთხრეს ექიმებმა და არ უმხელდნენ და უნდა მეზიარებინა ეს ადამიანი მე ხა წარმოდგენა მაქვს მან ყველაფერი იცის და უნდა ვაზიარო რო შევედით სახში ეს გოგონა შეეგება მამას რომ აი მამა უნდა გაზიარო და ღვთელი მოგიყვანე მამაო და ეხა ხა ძველი ეპოქის კაცი იყო ესა კომუნისტების დროინე გაუკოლობაში იყო არ უთქვია შვილს რომ მამაო და უსე მამაო დააყენა თავზე ესე და რაღაც ეს კაცი ესე თქვა გაბრაზდა ამ გოგოს რაღაცა ესეთი სიბრაზით დაუწყო საუბარი რომ ვინ გითხრა რომ ზიარება მინდა და რაღაცა და მე ახლა იმერელიო წარმოშობით და ისინი იმერლები იყვნენ ეს ხალხი. და რაღაცა უსებ ახლა 100-ს ხია, იმიტომ რთული სიტუაცია არის ახლა. ან კაცმა თითქოს არ მიგვიღო ახლა, რომ ასე ვქია და დაიძაბა იქ ოჯახური სიტუაცია. ამ კაცს ეუბნები, კაცო მე არ მოსულა მაგისთვის ახლა თქო კაც ღვინო ხო გაქვს კარგი სახში და კარგი ხაჭაპურები იმერული მეთქი და გააწყვეს უფრა კაცი მოსულაო, შენ გაიხარეო, კაცო იმას ვეგონე ახლა რომ რაღაცა ჯვრით და ესე უსუპით დავადგებოდი თავზე და არ იქაუნდა ეს დიპლომატია გამოიყენა. ხო და ეს წამებში მოხდა მამაო. აი ეს წამებში გავიაზრე, ისე დაძაბულობა იყო დროს ამ მქონდა რომ ბევრი მეფიქრა და ესე უცებ მეთქი რაღაცა მეთქი ასამბობ კაცო აგე სუფრა გავშალოთ მეთქი და ჭიქაღვინო დავლიოთ მე და იმ კაცმა იმ დღეს ესე თქვა კარგი სუფრა მოვიხინეთ რამოდენიმე დღის მერე ისე დავმეგობდი ჩვენ იმ სუფრაზე კიდევაც ვაზიარე მე გარდაიცვალა ცხონებული რამოდენიმეჯერ ვაზიარე მე ჯვარი დავწერე უკვე ბძიმეთ იყო ტაძარში და შემდეგ უკვე წესი საუგე მცხონებულს და ესე გავაცილე იმ ქვეყანაზე და აი ესეთი ისტორია იყო რა და ეს არ იყო ახლა გამოვიყენე ეს რა უნდა მექნა ახლა რაღაცა სიმძნე რაღაც კიდე მისი სული ქადაგება დამეწყო ახლა რას ქვია შენ ზიარება არ გინდა და ეს არის ქრისტეს წმინდა სისხლი და ხორცი და აუცილებლად უნდა ეზიარო და ეს გმობა არის ახლა შენ არ გინდა და რას ქვია მოძღვარი არ გიყვას ხო ეს კაცი მის გამომაგდებდა სახლიდან და თვითონაც საშინელ დღეში თავაზებოდა მაგრამ ვიხმარე რაღაც ხერხი იმ წუთში მისიერი რომელსაც ეს ადამიანი შემდეგ ბევრჯერ ვაზიარი და ისეთი მოგწმუნე გახდა რომ რა ვიცი წმენით გავიდა ამ ქვეყნიდან ღმერთმა აცხონოს მისი სული. აი ხარ.
საოცარი ისტორია ნამდვილად. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის თუ არა ცოდვა კათოლიკურ ტაძარში მსახურებაზე დასწრება, წერს სოფია მეტრეველი. ეხლა ზოგადად ვიცით რომ ჩვენ კათოლიკური საზღუნება მწვალებლობა ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მწვალებლობა, განხეთქილება მოხდა თვითონ ეკლესიაში, ჭეშმარიტებაში. რომის საყდარმა აირჩიეს უკეთური გზა, რასაც შემდეგ უამრავი გაუღმართება მოყვა. ეხლა მესაზე დასწრება, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ეხლა ეს არის ფაქტიურად პირდაპირ ვთქვათ, ეშმაკის ღვთისმსახურება. რომ იქ არ არის სული მადლი ატრიალო, საღვთო მადლი სული წმინდისა. და ეხლა რა მიზნით უნდა ამ ადამიანს დასწრება გააჩნია, მაგრამ არ უჩევ მაინც დასწრებას თვითონ. ან შესვლა შეიძლება ტაძარში შეხვიდე რაღაცა როგორც ნიმუში რაღაცა მატერიალური სილამაზისა ესე ჩვენს ვიყავით ეხლა ეგვიპტეში მოვილოცეთ კოპტური ტაძრებში შევედით და დავათვალიერეთ და რაღაც ისტორიები მოვისმინეთ, მაგრამ ეხლა წიგვალოსა პარაკლისი არ გადავიხსია, მაგრამ მართლმადიდებლებში გადავიხადეთ. როგორც მინდა მომიაბო ეს არ არის ეხლა ვიღაცის არის დამცირება და რაღაც დისკრიმინაცია. ოდითგანვე მიდიოდა ხოლმე ამაზე მსჯელობა, დაობა მსოფლიო კრებებია ჩატარებული, დაგმობილი ერესები და ესაი ცნობილი ამბავი და იმას ვიმეორებთ, რასაც წმინდა მამები ამბობენ. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ამბობს, სამი დაცემა ისისო კაცობრიობამ. ადამის დაცემაო სამოთხეშიო, იუდას დაცემაო მასხოვეროსაგასა და რომის დაცემა კათოლიკური ეკლესიის ცეზარო პაპის ამბობს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება დასწრება, მე არ ვუჩვენო ეს ხოს. კი ბატონო, მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. იცოცხლეთ, სული მამა გურა მე გვიან ჩავხდე და სტუმარს ვერ ვცნობ, ვინ არის თუ შეიძლება რომ ითხრა. ჩვენი სტუმარი გახლავთ სვანეთის უბანში მდებარე წმინდა დემეტრე თავდადებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ბედიაშვილი. მეთმა დაგლოცოთ მამა გიორგი. იცოცხლეთ, მადლობს. თქვენგან ველი დალოცვას და კურთხევას. ხო, ეხლა ჩემი შეკითხვა ასეთია. საპატრიარქოს რადიოში ყოველდღე ვისმენ წმინდა მამათა გამონათქვამებს. ამისათვის მათ დიდი მადლობა. ერთ-ერთ გამონათქვამში ასეთი რამ მოვისმინე. სახლი, სადაც ხატების კუთხეა, იქ არ შეიძლება ძაღლის ყოლა. ასეთ სახლს სულიწმინდის მადლი გაეცლებაო. ამას რომ ვეუბნები, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს და ხატების კუთხეც აქვს, გულისწყდებათ, მე მოვჩები გულდაწყვეტილი. და აი ამის შესახებ რას მეთქვით? მადლობა დიდი. არ ამგონია ქალბატონს პატერიკში მაგ მოესმინა, ვიცი, აი მე არ მომისმენ ეგეთი რაღაცა, რომ წმინდა მამებს ეთქვას, რომ აი ძაღლი თუ არის სახლში, ესე იგი ხატების სულიწმინდის მადლი წაერთვა. უბრალოდ ეს აბსურდული რაღაცა არის, არ არსებობს ეგეთი რაღაცა. იმასაც გეტყვით, რომ ბევრ წმინდა მღვდელმთავარს ძაღლი ყოლიათ კატები და რა ვიცი, რა ძაღლმა გადააშავა, თქვათ, თუ კატა შეიძლება, ათონის კატებით არის სავსე, ესე ვთქვათ, იმდენი კატა არის და ცხოველი ყველა ღვთისმშობლება არის. ხა ძველ თქმაში იყო წმინდა ცხოველები და არაწმინდა ეს ღვთის ჯულში იყო, მოსეს ჯულში დაყოფილი, ამას სხვა მნიშვნელობა ქონდა და სხვა შინაარსი ქონდა აბსოლუტურად ჭამის მიხედვით და ასე შემდეგ. რომელი იყო წმინდა და უწმინდური. ახალ თქმაში ამას აბსოლუტურად აღარ მნიშვნელობა აღარ აქვს. და რა თქმა უნდა შეიძლება ძაღლის სახლში ჩვეულებრივად შეიძლება, ხა იმ კუთხით არ შეიძლება, რომ შეიძლება ეს იყოს ესე ვთქვათ რაღაცა დისკომფორტს ქმნიდეს, ან ყებთეს, ან რაღაცა სანიტარული მიზნით, რაღაცა იყოს ბეწვი ცვიოდეს, ამას მოერიდოს ადამიანი. ამ მიზნით თუ არა, ხატების კუთხეს მადლს ვერაფერი ვერ წაართმევს საერთოდ. რა თქმა უნდა. ესეთი კითხვა, ღალატი რამდენად დიდი ცოდვა არისო? ღალატი ცოდვა არის, მაგას ახსნა განმარტება ჭირდება ეს ორჯერ 2-4 ღალატი ცოდვა არის. ამაზე უამრავი საუბარია და
რა ვიცი, გავცობას ახის მე მგონი, რა ძალიან მძიმე ცოდვა არის. თვის წინაშეც და კაცთა წინაშეც. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. ისმეთ ეთერში ხართ. დიახ. დასვით კითხვა. დიახ. აი, ეხან გელაპარაკეთმე. კი, მახსოვს. მარხულო ეკლესიაში დავდივარ, ვლოცულო. აი, სიგარეტს როვეწევი, ხო გითხარით. კი, გითხარით. აი, ზიანება თუ შეიძლება, მამაო. ქალბატონო ეს თქვენმა მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს. აი ზოგადად ეხა სიგარეტს ადამიანი ეწევა ურჩევთ ხოლმე რომ არ მოწიოს და დაანებოს თავი, მაგრამ მე მიზიარებინა მაგალითად სიგარეტს ვინც ეწევა, არა იმიტომ რომ რაღაცა წამიხალისებია სიგარეტი მოწიე პირიქით, დამიფიქსირებია რომ შენ სულს აკეთებ, ეს არ შეიძლება. და უბრალოდ ძალა მიმიცია, სულიერი ძალა მიმიცია ზიარებით, იმ კუთხით მიზიარებია, რომ მას თავი დაენებებია მუკეთურებაზე. ახლა ზიარება ჩვენთვის უდიდესი მადლია და უდიდესი მადლი შემოდის ადამიანის სულში. და ეს ეხმარება მას სულიერი ძალები მოიხვეჭოს და მოიკრიბოს მადლი სული წმინდისა. და ამ ქალბატონს ურჩევდი ხა როგორ შევატყვი ასაკშიც არის დაანებოს სიგარეტს დავიკასო მისი ჯანმრთელობისთვისაც ცუდია ასაკოვანი ადამიანი ხა სიგარეტს ეწევა რა ვიცი ხა ძალიან ცუდია მის ჯანმრთელობისთვის და მე ურჩევ დაანებოს თავი და ისე შეუდგეს მახვას მოძღვრის გადასაწყვეტია მე აზიარებს არ აზიარებს როგორ აზიარებს თვითონ მოძღვარზეა დამოკიდებულია კი ბატონო ესე იგი ნუ უკვე დავიძინო მე სიკვდით ნუ სადას თქვას მტერმან ჩემან მრე ვეყავ მას რას ნიშნავსო ეს ლოცვის სიტყვებიო ძილად მისვლის ლოცვებიდან არის როგორც მახსოვს ნუ უკვე დავიძინო მე სიკვდით ეს ფსალმუნის სიტყვებია სადას თქვას მტერმან ჩემან მრე ვეყავ მას ეს ფსალმუნის სიტყვებია და მრე ვეყავ ეს როგორც მახსოვს არის ცოდვის დაძლევასთან არის საუბარი მრე ყოფობა მრევლის აქედან მოდის სიტყვა მრე ვეყავ ანუ ცოდვაზე გავიმარჯვე და როცა გარდავიცვლებიო ესე ვთქვათ ფსალმუნის სიტყვა ზუსტი განმარტება არ მახსოვს პასერდიცა განმარტება მაგრამ ესეთი რამეა როცა მე დავიძინებ სიკვდილს ანუ როცა გარდავიცვლები ჩემ მტერს ანუ ეშმაკს არ გქონდეს იმის შესაძლებლობა რომ თქვას რომ მე ამ ადამიანს ცოდვით ესე ვთქვათ ჯოჯოხეთი ჩავაგდე და ეთქვას იმ ადამიანს რომ მრე ვეყავ მოვერიე ცოდვას და მოვერიე ეშმაკს აი ამას ნიშნავს ეს სიტყვები კი ბატონო მარი გწერს მარინა ესე იგი გთხოვთ მიპასუხოთო ნორმალურ სერიალს რომ ვუყურო ცოდვა არისო ლოცვებსაცო მუდამ მკითხულობო ნორმალური სერიალი მე შემიძლია უთხრა პაისიათონელის აი ახლა ფილმი გადაიღეს მაგ არის ნამდვილად ნორმალური იმიტომ რომ სულიერება შეეხება და მე პირადად ჩემს ცხოვრებაში ჩემს გარშემო ადამიანებში უამრავი ადამიანის სასახელება შემიძლია ვისი ცხოვრება შეიცვალა ამ სერიალით ახლა სერიალი არის თუ რაღაცას გაძლევს მოკლედ ეს სერიალი ნებისმიერი აბსოლუტურად შესაძლებელია რომ უყუროთ რა პრობლემა კი ბატონო მაგრამ არ ამგონი ახლა სხვა სერიალებმა ესე ვთქვათ გააჩნია სერიას რა სერიალი ბრაზილიულ რაღაც ახლა მე ბავშვობაში თუ მიყურებია და რაღაცა ძველი მახსოვს თუ არა ახლა მაგას რა მაყურებიებს რა ვიცი გამკოჭო ვერ ვიყურებ თვალებს დახუჭა და იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა სისულელია რა აბსოლუტური რაღაცა ბავშვი რაღაცებია რომელიც შეიძლება გაგეცინოს რა სერიალი კომედია იყოს იმიტომ რომ ისეთი რაღაცა საპნის ოპერები ისეთი რაღაცები ხდება იქ შეიძლება სიცილით მოკვდე რა რაღაც კარგად იწყება მე შუაში ირევა მე ბოლოში ვინ მისი მამა არის ვინ მისი ძმა არის კაცმა არის ის ხო და რავი ერთი და იგივე სცენარია ყველგან და თუ რამე სულიერი საგებლის მოტანა შეუძლია სერიალს რაღაცა შენ სულიერ განვითარებაში შეგიძლია უყურო მაგრამ არ ამგონია რაღაცა ბრაზილიულმა და თურქულმა სერიალებმა მაგის ის მოგცეს რა სულიერი კეთილი მაყურებელია ის ისმენთ ეთერში ხართ დასვით კითხვა არ ვიფარსავ
სლამდე არ მინდა როგორ ვიპარჩო 10 აპრილს არის დაბადების დღე ჩემი შვილის 20 წლის ხდება კი ბატონო არ არის პრობლემა რა ვიცი როგორც გაგიხარდებათ ისე გქონდეთ წვერი მაქვს მოშვებული და არ მინდა მოვიპარსო ერთი წელიო შვილის გარდამეცვალაო გარდაცვალების გლოვის გამო კი შეიძლება რა თქმა უნდა შეიძლება გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები სად არის კითხვები გაქრა ხო აი გამოჩნდა ესე იგი რა არის ესე იგი ვინ არის სახარებაში მოხსენიებული სამხრეთის დედოფალიო სამხრეთის დედოფალი არ ვიცი ვინ არის მოხსენიებული ნამდვილად არ მახსოვს წმინდა მამები გასამბობენ ეს აპოკალიფსია მე მგონი აპოკალიფსია სამხრეთის ხო სავარაუდოდ რაღაცა ძალიან მისტიური ან არის რომელიმე სახელმწიფოზეა მე მგონი იმპერიაზე რომელიღაცა საუბარია კეთილი როგორ მოვიქცეთ შფოთვების და მღელვარების დროს და როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდეო მღელვარების დროს და შფოთვის დროს როგორ მოვიქცეთ და როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე კი ვისაუბრებ მე მაგასაკეთს ახლა დეტალურად მაგრამ ვეტყვი შევახსენე კიდე მაგ ადამიანსაც რომ ესე უპასუხოთ არ დავტოვოთ საერთოდ ჩვენ მიდრეკილები ვართ ბუნება ადამიანის აი მრისხანებისკენ მიდრეკილი და შინაგანი შფოთი აქვს ზოგს იმ დონეზე რომ თავსაც ვეღარ იკავებს მე ეს თუ არ აკონტროლა თავიდან ისევ და ისევ ვარჯიშით ისევ და ისევ სულიერი გააზრებით სახარების გააზრებით ქრისტიანობის გააზრებით რომ ეს არის დამანგრეველი ადამიანის სულისთვის მრისხანება და უფალი ამბობს სახარებაში კიდე სხვაგან რომელი განუისხეს ძმასათვისაო გენის ღირსიაო ცუდათო ამიტომ თავი შეიკავოს მრისხანებისგან და გაიხსენოს რომ წოდვილია და მრისხანებით კი არ მიმართოს მოყვას მიმართოს სიყვარულით და შემდეგ ნენელა განისწავლებოდა ასევე ილოცოს ღვთის წინაშე რომ ეს მრისხანება უმაშოროს ღმერთმა კეთილი ესეთი კითხვა არის რა არის ყველაზე დიდი სათნოებაო სათნოება ბევრია ძალიან მაგრამ წმინდა მამები სათნოებად ესე ვთქვათ გვერდის უწოდებენ სიყვარულიო თავად ღმერთია ღვთის სახელიაო სიყვარული მოიცავს ყველა სათნოებას და რა არის ეს ჭეშმარიტი სიყვარული შეიყვარო ღმერთი პირველი მცნება მეორე მცნება რაც არის ხო შეიყვარო ღმერთი მთელი გულით სულით გონებით და ძალით ეს ოთხი რამეა დასახელებული მცნებაში და მსგავსი ამის შეიყვარო მოყვასი ვით არცა შენი თავი აი როცა ეუბნებიან რომ მაცხოვარს რა არის ყველაზე დიდი მცნებაო ამას უსახელებს რომ ღმერთი შეიყვარო და შეიყვარო მოყვასი როგორც შენი თავი ამაზე არის მთელი ჟურნალა წინასწარმეტყველება დამოკიდებული მთელი ბიბლია შეიძლება თქვათ რომ არის ეს ორი მცნება ამას ეძღვნება ყველაფერი და ეს არის გვირგვინი ყველაფრისა მაგრამ ეხლა შეიძლება ვინმე მიფიქროს რომ რაღაც მამა რაღაც მწვერვალს ასახელებს თეორიულად მაგრამ რაღაც ამ ცხოვრებაში პრაქტიკულად რა ალბათ საკუთარი თავის შეცნობა საკუთარი უღირსების განცდა რომ შენ თვითონ შეიცნო ვინ ახარ რა მისია გაქვს ვინ არის ღმერთი და რა უნდა ვაკეთოთ ალბათ ეს არის ამ ქვეყანაზე თუ ამას ადამიანი გაიაზრებს და კარგად შეიცნობს მე უკვე შეეცდება რომ ზოგზაზე იაროს სიმდაბლე საკუთარი თავის ცოდვების განცდა კი ბატონო მაყურებელია ისევ გისმენთ დასვით კითხვა მოგესალმებით აი მე მაქვს ესეთი შეკითხვა მამაგურამ დიახ თქვენ უმართან მიხარიანო ჯერეს გადაცემა არის და ღმერთმა დაგლოცოს და ყოველთვისაც უყურებ და მადლობა დიდი მადლობა და აი სახარებაში ხო გვიწერია რომ სახარებას არც უნდა მოვაკლოთ და არც უნდა დავუმატოთ კი ბატონო მაგრამ მათე სახარებაში მეხუთე თავში წერია ვინც ისე ასწავლოს ვინც მოაკლოს და ისე ასწავლოს უმცირესი დაერქვას მას და ვინც ისა რა ქვია
მაინც როგორ ახსენე ახლა გეტყვი. ვინც ასწავლის ახლა იკითხულობდით ან იმ წუთში ვიდეო სახარება აქ სამი წაიკითხოს, არ იჩქაროს, წაიკითხოს. გაგება რა. კი, არ იჩქაროთ, წაიკითხოთ. აი ერთი სამი რამე თუ აი სერია რათა რამე თუ ვინც მოაკლოს უმცირესი დაერქმევა მას და ვინც აკეთებს მაშინ დიდი დაერქმევა რა საქმეებზე აქ ლაპარაკი რა აი საფალეთ გავიკეთეთ აი მე კი გეუბნები თქვენ აი ეს ფუტლი შემეშალა თეშმაიტად გეუბნები თქვენ ვიდრე სადა დედამიწა გადაივლიან და არც ერთი იოტა ან არც ერთი წერტილი არ გადაივლის შჯულიდან ვიდრე ყოველივე ასრულება ამრიგად ვინც დაარღვეს ერთამ უმცირეს მცნებათაგან და ის იასწავლის უმცირესი დაერქვევა მას ხოლო ვინც სათასასუფეველში ხოლო ხო და ვინც აკეთებს დაასწავლის დიდი დაერქვევა მას აი რას ნიშნავს თუ დაარღვეს უმცირესის დარქმევა გასაგები ეს ნიშნავს მოკლედ რო ვთქვათ იმას რომ ადამიანმა ჯერ უნდა აღასრულოს და მე ანუ თვითონ უნდა იყოს ამ საქმის აღსრულებელი და მის სიტყვას ასწავლოს სხვას რა თქმა უნდა თვითონ უნდა იყოს ჯერ განწმენდილი იყოს სხვას განწმინდოს ამაზეა საუბარი უფალი ამბობს რომ აქ სიტყვები კი არ არის მთავარი რასაც წერია შენ გამოცადე ეს ყველაფერი შენ გაიარე ეს გზა შენ იყავი ჯერ წმინდა შენ იყავი ჯერ მასწავლებლის დონეზე და მე გიასწავლე და ისედაც ახლა შენ რო აკეთებ საქმეს და ადამიანი რო ხედავს რომ შენ ამ საქმეს აკეთებ და ისი ასწავლი რა თქმა უნდა მოგისმენს იმიტომ რომ იცის რომ შენ თვითონ აღასრულებ ამ საქმეს და თუ შენ ამას არ აკეთებ და ისი ასწავლი შენ სხვას ისინი არ მოგისმენენ ადამიანები აი სულ ეუბნები ხოლმე მშობლებსაც შენ თვითონ აღასრულე შვილის წინაშე ეს ყველაფერი შენ თვითონ იყავი მაგალითი საქმით და შემდეგ შენ სიტყვასაც მოусმენენ შენ თუ ადამიანები ხედავენ შენს გარშემო შენ ამ სიტყვებს არ ასრულებ რასაც უფალი ამბობს და მხოლოდ ლაპარაკობ და ზედაპირულად ესე ვთქვა დაგიზუთხავს ეს სიტყვები არავინ არ მოგისმენს და შედეგს ვერ გამოიღებ და ვერ ცხონდები და ვერ გადარჩები ამაზეა საუბარი რომ უმცირესი ეწოდოს ანუ შეუსრულებს ამიტომ მხოლოდ ლაპარაკით შემოიფარგლება და სხვაგან უფალი ხომოსო ვინას მქვას მე უფალო ისკივე შევაოს სასუფეველშიო ვინაც ჩემინება აღასრულოს ამაზეა საუბარი კი ბატონო გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები სად იმყოფებაო სატანაო სატანა არის ახლა რაღაცის საერთოდ ღვთისმეტყველებაში არის რაღაც კონკრეტული გაგება არის ზოგადი გაგება სატანა არის და ზოგადად ეს დაცემული ანგელოზი რასაც ჩვენ ეშმაკს უწოდებთ სატანას რომელიც ჰაერის ქვეშ ჰაერში იმყოფება ანუ როგორც ანგელოზები იმყოფობენ ზეცაში და ჰაერში ესე ვთქვათ ისე იმყოფობს დაცემული ანგელოზიც და მოქმედებს ადამიანებზე ერებზე და ასე შემდეგ და მათშიც არის განსხვავება ზოგი არის ესე ვთქვათ უფრო და უფრო ბოროტი როგორც წმინდანები არიან განსხვავებულები რაღაც სათნოებაში წარმატებით ისე არიან ისინიც უფალი ხო ამბობს რომ ერთ-ერთ განკურნებულს ეუბნება ნუღარას ცოდაო რამე თუ რამე უზვირეში არ შეგემთხვიოს ან შენ სულს რო ნახავს დასუფთავებულს ეშმაკიო წავაო და უფრო ისეთ სულებს მოიყვანს უბოროტესო ანუ არსებობს ბოროტი და კიდე იმაზე ბოროტი უფრო რაღაცა საკრობაში და ბოროტებაში ესე ვთქვათ უფრო დახვეწილი და წარმატებული ესე ვთქვათ ჭყალებში წარმატებული და ზოგადი გაგებით ყველგან ყოფობს ეს უხილავი სული რომელიც აცდუნებს ადამიანებს და შთააგონებს ბოროტებას და მამები ამბობენ რომ არსებობს განსაკუთრებული ადგილიც რაღაც სამყოფელი სადაც არის ჯოჯოხეთი ჯურმული და ამბობენ რომ ეს არის რაღაც ადგილის არის ადგილსაც მოიცავს არის ქვესკენელში ანუ დედამიწის შუაგულში სადღაც სიღრმეში ძალიან კილომეტრობით ესე ამბობენ ახლა ზუსტად ეს არ მახსოვს ამას სწავლება ლევანი გწერს ესე იგი ამ მათეს სახარებაზე რომ ამას და ეს ციტატა მოყავს რომ დედოფალი იგი სამხრის აი აღდგეს საჯელს ამას ნათესავს ამას თანა და
დასაჯოს იგი რამ თუ მოვიდა კიდით ქვეყანის საიცმენად ამისთანა და დასაჯოს იგი რამ თუ მოვიდა კიდით ქვეყნისმენად სიბზნესა სოლომონისა და ესე რა უფრო ის სოლომონის არს აქა ამას გულისხმობ სამხრეთის დედოფლის ვინაობასთან დაკავშირებით ხო ანუ როგორც მამამ თქვა სავარაუდოდ ეს არის ადგილი რა ეს სამხრეთის დედოფალი იყო აი საბას დედოფალს ეძახიან მეგონი ეთიოპიაში ეხლანდელი ეთიოპია რაც არის ეხლანდელი ის ადგილია ეს საბა და რაღაცა თუ არ ვწდები ძველი აღთქმიდან რაღაც სოლომონის სიბრძნე შეამოწმა მან თუ რაღაც ესეთი ის იყო და აქედან არის ეს რა სამხრეთის დედოფალი ანუ არის უფრო ღრმა განმარტებებიც ცოტა ისეთ სიღრმეებში ჩაგვიყვანს და ჯობია რომ ამას გადახედოთ სხვა განმარტებლებთან და იქნება ალბათ სავარაუდოდ უფრო საფუძვლიანი მითითება კი გასწავლეთ ხომ მოუჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ ყველაფერი ვიცით და ყველაფერს პასუხს გავსებ რაზეც ზუსტი პასუხი არ ვიცი ესე ვთქვა და წმინდა მამებთან არ წამიკითხავს და არ რაღაცა გაშერვა არ გახსოვს კარგად იმაზე თავ შევიკავებ და გადახედოს წმინდა მამებს უფრო სერმისეულად არის განმარტებები კეთილი კვლავ მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა გისმენთ ეთერში ხართ დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა საღამოშვიდობის იცი რა ეთი ასეთი კითხვის დასვა მინდა მეგობარი მყავს რომელიც სულ მახულობს ხსარებელი არ არის ასეზიერება ტაძარში არ დადის და ხშირად მეუბნები ხომ რომ წამოდი ჩემ მოძღვართან ახსარება ჩავაბარეზიარე რომ მახულობ მარტო არაფერი არ არის და არ მოდის და ამ მე ხო ცუდაში არ ჩამათვლება ისე რომ ვაძალებ რომ წამოდი ტაძარში და ახსარებ ჩავაბარეზიარე მე და მე ხო ცუდაში ჩამეთვლება რა ვიცი თვითონ არ უნდა სურვილი არ აქვს და ნუ ხა თუ არ უნდა ძალით ვერ წაიყვანთ რა თქმა უნდა ანუ მახულობს და ტაძარში არ დადის არა მახულობს და ტაძარში არ დადის ასახსარებელია მაგას ჯობია ეხლა ამაო დაძალებას რომ ვიცი რა არის საერთოდ ეს დაძალება საერთოდ ქრისტიანობაში შედეგი არ გამოაქვს საერთოდ ძალადობას ღმერთს არავის საფია დაუზალებია და წარმოგიდგენ ახლა თქვენ კაცობრიოს უმრავლესობა ჯოჯოხეთში მიდის და ღმერთი იმაზე არ ძალადობს რომ არ იქა სამუდამოდ ნუიღუპები ვარ ყველა სავის არჩევანია ყველას მაგრამ მე ვფიქრობ ამ ადამიანს კი არ უნდა უთხრას წამოდი ტაძარში ესე ზედაპირულად მან აუხსნა სიყვარულით რომ მარხვა რა არის თუ შეუძლია რომ ტაძარს რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს რომ მარტო მარხვა ტაძრის გარდა მარხვა კარგია ზოგადად კი მას რაღაცას აკეთებს რაღაცას გაიღებს და სამომავლოდ შეიძლება ამ ადამიანს რაღაც ეშველოს ღმერთის მადლი გარდა მოვიდეს სადღაც გაეხსნას ეს სულიერი თვალი და სრულყოფილებისკენ წარემართოს მაგრამ ჯობია აუხსნას რა არის მარხვა რატო უნდა იაროს ტაძარში და რომ ესე იგი სრულყოფილებისკენ მოგვიწოდებს ღმერთი და ესე ცალკე აღსრულებული სათნოება შედეგს ვერ გამოიღებს და ეს ჯობია აუხსნას მე ჩემთან მაგალითად სულიერი შვილები რომ მოდიან მეუბნებიან მამაო რა გავაკეთოთ სანთელი სანდავანთოთ რა ჩავიცვათ რა დავიხუროთ რა ვილოცოთ მეუბნები არაფერი სადაც გინდათ იქ დაასეთ სასილე რას გინდათ ის ჩაიცვით ოღონდ გავიგოთ რა არის ქრისტიანობა და თვითონ გებულობენ მე და თვითონ ესე ვთქვათ ხვდებიან მე აი უნდა ადამიანს დღეს საკუთარ ქრისტიანობა არის რა უნდა ისწავლოს რა არის ქრისტიანობა შინაარსი უნდა იცოდეს ამ ყველაფრისა და მე თვითონ მიხვდება უნდა იცხოვროს და რა კარგია და რა ცუდი ეს რაღაცა წამოდი შენი კარგია და აბა წამოდი ზიარება კარგია და კაც გეუბნება არ ვიციო რა არის ზიარებაო და ეუნები არა კარგია და ჩემი მამაო კარგია ძალიან და უნდა ნახო როგორი სათნოა და ეუნება არ მაინტერესებს უკას აი სხვანაირად უნდა დაანახოთ რა არის ქრისტიანობა და რაღაცნაირად შევაყვაროთ სულიერად ჩვენი სულიერი ცხოვრებით განმარტებებით ღმერთი და ჩვენი ცხოვრებით და საქციელით ადამიანებს ბატონო გიორგი გზერს ესეთ კითხვას ისაუბრეთ ჩვენი დროის ერთ-ერთ პრობლემაზე, რომელიც წამოიჭრა ხელოვნური ინტელექტის საშუალებითო. რა შედეგებამდე მიგვიყვანს კაცობრიობას ხელოვნური ინტელექტი? სხვათა შორის მამაო მე არ მომწონს ძალიან ეს ხელოვნური. რა ის გამო? ეს არის Google-ის ეთყობა ახალი ვარიანტი, რაღაცა Google-ში ხო არის, რომ აი ჩავწეთ რაღაცას და გვიყრის ეს Google და ეს არის რაღაც განვითარებული ვარიანტი ეს ხელოვნური ინტელექტი უფრო დახვეწილი პროგრამა ეს კი უფრო ხარტიც არის ხო
და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად სამომავლოდ ამის უკანათი ქრისტე შეიძლება ითქეს. აი ესეთი ბერკეტი ალბათ იქნება ეს. იმიტომ ამას ადამიანი ეჩვევა, რაღაც ძალებს ესაუბრება, ეს როგორ ვქნათ, აი წარმოგიდგენია მათ შეიძლება სამყარო მართოს ყველაფერი. ამ წარმოგიდგენია ხშირ პირობითად 100 ადამიანი ავიღოთ სამყაროში და ყველა ეკითხება 95% ინტელექტს როგორ მოიქცეს ამ საკითხში, ამ სიტუაციაზე. ეს გესმის? და არა აქვს ეს გონიერება. ჩვეულებრივად შეიძლება მართოს სამყარო ამ ყველაფერმა. და იქნებს თუ ბოროტად იქნება გამოყენებული ეს ყველაფერი. და რისი შესაძლებლობაც არის, რისი საფრთხეც არის, რომ შეიძლება ბოროტად იყოს რა თქმა უნდა, ყველაფერი. აი, რამდენი ვიდეო არის, უკვე მე ვეღარ ვარჩევ ზოგს. ხელოვნური ინტელექტია, ნამდვილია. კი ბატონო, ისეთი დარეულია ბევრი. კი ბატონო, ეს არის რაღაცა პასუხებსაც კი ღებულობს ხალხი ამაზე, მაგრამ მაინც ორი მხარე აქვს ყველაფერს. მე ვფიქრობ, მამაურო უფრო უარყოფითია. ესე ვფიქრობ, უფრო უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ რაც ვინა ხელოვნური ინტელექტი ესე კითხაობასაც გავს ახლა. კითხაობა რატოა ცოდვა? იმიტომ რომ შენ გინდა რაღაც მომავალი ან რაღაცა გამოიზიო და ისეთ რაღაცა დეტალებში შეხვიდე ცხოვრებისეულ სამომავლო დეტალებში, რომ რაც შენი პრეროგატივა არ არის. რაღაცას ეძიებ. და რადგან აი რას ეძებს ადამიანი? შენ დღევანდელ დღეს მიხედე, შენ სულს მიხედე, შენ რაც გაქვს და იმის არ იყოს კაცო ახლა მეუბნებიან იქ წადივ რაღაც მამა ნიკოლოსთან წადივ ვიღაცასთან წადი რაღაცა საფუარი ჭამე წითელი ძაფი გაიკეთე მეუბნები რაში მჭირდება ეს ყველაფერი ვეზიარები ახსარებას ვამბობ და ესე ჩემი სულიერი ცხოვრებით უფლის წინაშე მივდივარ და ვითარდებით სულიერად რაც მთავარია და რატო ვეძებო ვიღაცა რაღაცა სასწაულები რაღაცა სასწაულ მოქმედებები რაღაცა ისეთი მოქმედებები რომელიც რაღაც საიდუმლოებების მოცულია და მე რასაც გინდა იმას მიაწე ეგეთი რაში ჭირდება ადამიანს აი როცა ამის ზიებას იწყებს ადამიანი ხო ნასამოს უხარ სახარებაში ერი უწმუნო და გულაგრძინე სასწაულს ეძიებს და სასწაულს ქრისტიანს ეს არ ჭირდება. იქ ირიდება ამ ყველაფერს. ჩვენთვის სასწაულია სახარება. სახარებას უწავ კითხავს ეს ცოცხალი სასწაული. ბიბლიას უწავ კითხავს მისი ერთობა, მის სულიად გააზრება შინა ეს არის ცოცხალი სასწაული. ესმე არ მჭირდება ზიარება არის ცოცხალი სასწაული. რაც წირვაზე ხდება, ასაც განიცდის ადამიანი. ხატებთან მისვლა ლოცვა ეს ყველაფერი და ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური მონაკვეთია სასწაული. ადამიანს ეს არ აკმაყოფილებს. უნდა რაღაცას ეძიებს და ესეთები ებებია მე ეშმაკის მახიში. ესმე არ კმაყოფილდებიან იმით, რაც უფალმა მისა და რაც დაფარა, ესე იგი დასაფარია. ღმერთმა რაღაც დაფარა, რომელიც არ უნდა ვიცოდეთ. ხო? ადამიანი ვარიშის გამოიძენ. ის როგორ დაესე 64, მაგრამ ვაშლი ჭამეს ახლა და ამ ვაშმა გადაწყვიტა ყველაფერი ერთი ვაში თელეკასობრიობაგე იმაში გამოიდევნა. აქ ვაშზე კი არ არის, მათმა დაიწყეს ესეთი რაღაც ძიება და ესეთი რაღაცა მიიღეს, რაც იყო იმ წუთში არ იყო ეს საინტერესო არ უნდა ყოფილიყო მისთვის უფალმა უთხრა ეს რაღაცა დროის მანძილზე ეს დაფარული თქვენთვის ამასთან შეხება არ შეიძლება გესმით რა სამომავლოდ ამას იგემებდნენ ხეს შეცნობისა ბოროტისა და კეთილისა და ხეს სიცოცხლისა რომელიც მიიღეს იმ დროს როცა არ უნდა მიიღოთ ეს იყო რაღაცის აი რა უთხრა ბოროტმა ძალამ რომ თქვენ იქნებით ვითარცა ღმერთები ანუ ისეთ რაღაცა მოინდომეს, რაც მათთვის იყო არ შეიძლებოდა. ესევია მკითხაობას, აი რაღაცა ღვთის განგებულებას შედიხარ, რომელიც ღმერთმა არ გაგიცხადა შენ ხვალ რა ხდება. დღევანდელმა დღემ იზრუნოს თავის თავზე და ხვალ ისევე ღმერთს მიანდე, ხო? და ეს წმენით უნდა ვიცხოვროთ და ჩვენ ღმერთის განგებაზე და სიყვარულზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული ყოველდღე რასაც მოგვიტანს და შენ ასწრებ ამ ღვთის განგებულებას და ეძებ ისეთ რაღაცას რაც შენთვის არ არის ესე ვთქვათ სულიერად სასარგებლო და ამაზე აქვს საუბარი ხელოვნური ინტელექტის ალბათ აქ მიდის რომ ამას ემსახურება ისედაც აზროვნებასაც არ გაგვიძებს აგე რაღაცას ჩაწერ ამოგიგდებს ყველაფერი მზამზარეული გაქვს და მე კიდე როგორ გამოიყენებენ ამას ზოგადად ეს მსოფლიო მართველები თუ ეს გიგანტი პოლიტიკოსები რომლებიც მსოფლიო ჰეგემონიას მიესწრაფვიან და საბოლოოდ ეს ანტიქრისტემნი მიიყვანს კაცობრიობას ვიცით კონკრეტულად ღმერთმა იცის ამიტომ ჩვენ ეს ინტელექტი კი უნდა ვეძებოთ ჩვენ უნდა ვეძებოთ ღმერთი სულიწმინდის მადლი და ვისწავლოთ ღმერთთან ახლო ურთიერთობა კი ბატონო მაყურებელია გისმენთ ეთერში ხართ კი მადლობთ
დაასვით პირდაპირ ეთერში ხართ, დაასვით კითხვა. მამაო, დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ნუ რით ქვამით დაიცი. აი თუ შეიძლება რომ მარხვას აი დაუხშა ხოთ ის რომ დაწესებულა ეხლა შეუერთდეს ადამიანს. რა თქმა უნდა შეიძლება. ნებისმიერ დროს შეიძლება. მიუხედავად იმისა, მამაო რომ ვიცით რომ დაწესებულია მარხვა და სხვადასხვა ვარ როგორც ჩვენები ადამიანი ერთ-ერთი მაგარი აი ზოგადად მოგდალებით იცოდებით მინდა რომ დაუშვათ ეხლა შეუერთდე. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, გააქვთ უფლება და შეგიძლიათ აი ამ წუთიდან უკვე შეუდგეთ მარხვას და ღმერთმა გაგაძლიეროთ და შეგაძლებინოთ. გაიხარეთ. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა. წმინდა ნიკოლოზიო კათოლიკურ ეკლესიაშიაო დასვენებულიო? კი. ანუ რა თქმა უნდა ეს მართლმადიდებლური იყო ეს ადგილი თავის დროზე და მე ეს ბარში ხო როგორც მოხსოვს იტალიაში ბარში. პოლიტიკური მე ეს თვითონ რომის ეკლესიას კათოლიკურად გადაებისთვისაც და კათოლიკებისთვისაც მნიშვნელოვანი ადგილია ხო რა თქმა უნდა. კიდე იმ კათოლიკურ ეკლესიაში არის შიგნით. ახლა მე არა ვარ ნამყოფი ვერთმა ინებოს რომ ერთხელ მაინც მოვიდოსოს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები, მაგრამ როგორც ვიცი ეს არის კათოლიკურ ეკლესიაში შიგნით, მაგრამ მომლოცველები მართლმადიდებლები ჩადიან. და კიდევ ეს ლოცვის სიტყვები რას ნიშნავს, მამუკაკუცეს ისევ აიწერა რომ დაგვისვა ლოცვის დროს. რას ნიშნავს გინა თუ ფუცე სახელი შენი წმინდა, გინა თუ ვაფიცე, ანუ უზრახევისმე, ანუ უტყუევისმე, გინა შესატყვის სამიტად განვიშევ, ანუ ვიცუ დიდებული, ხო, ნუ ხა ზიარების ის არის ეს წინა ლოცვები? არა, ეს ზიარების არა, ეს არის ძილას ის ლოცვებში არის, ანუ თუ დავიფიცეო შენი სახელი, თუ წამეო თუ ვისუდიდებული ანუ ზრახევინმეო და ეს დიდების მოყვარეობა ეს დღის განმავლობაში რაც შეიძლება ადამიანს შეცოდოს და ისინი ჩამოთვლა ესენი თუ გავაკეთეო მაპატიო რა შემიძლია ეს არის აკვიატებული იძულებითი ობსესიურ კომპულსიური რიტუალური ქმედებების დაძლევა როგორ მოახერხოს ადამიანმა და გადაჭრას როცა ვერაფერ გამოსავალს ვერ უხერხებს და მისდევს უსიამოვნო დადგენილ წრეს, რომლის შეუსრულებლობაც დისკომფორტს იწვევს. აი ამ ყოველივეს როგორ გაუმკლავდესო. საბაგწერს. რასთან არის საქმე რა რიტუალი? ეს არის აი გარკვეული, ესე იგი, შეიძლება ითქვას ფსიქიური დაავადება არის, ობსესიურ კომპულსიური აშლილობა, რომელიც გარკვეულ აკვიატებებს იწვევს ადამიანში, რომ აი მაქსიმალური სიზუსტით ეს კალამი დაუშვათ აი ზუსტად ესე უნდა იდგეს. თუ მას ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, მაშინ ფსიქოლოგს უნდა მიმართოს და წამლიცაც იმკურნალოს და იმკურნალოს სულიერადაც. ანუ მოზღვაცას ვიდრეთ რომ შეგეწიოთ, დაგეხმაროთ და ასევე შეუძლია იმ ადამიანს ვიზეს თქვენ მეუბნებით მივიდეს ექიმთან და ექიმი დაუნიშნავს გარკვეულ მკურნალობას და ეს მას შეუმსუბუქებს და უფრო გაუადვილებს აი ამ პრობლემას. არა მარტო შეუმსუბუქებს, საერთოდ განიკურნოს. მეცაც მიმართოს, ანუ სულიერადაც უნდა ილოცოს და ზიარება აღსარებით იცხოვროს, ესე ვთქვათ, ასევე ხორციელადაც. ეხლა ჩვენ ასე ვთქვათ, ფეხიო მოვიტეხოთ, ეხლა მარტო ლოცვას ყო დავიწყებთ, მივარ თაბაშის ჩავისვამთ ეხლა. ანუ და მეცით შეგვეწევათ, ამ ვილოცებთ რომ გამოუჯამთელდეთ. თუ ბევრს მოუტეხია და არ შეხორცებულა ესე ვთქვათ, რაღაც პრობლემები, გართულებები შექმნია. ანუ ლოცვა იმისთვის არის, რომ კეთილად და სწორად და მალე დამთავრდეს ეს განსაცდელი. კი. თურქეთში ვაკრძალულია დონაციაო, საქართველოში კი დაშვებულიო. მუსლიმანური სახელმწიფო რატომ უნდა იყოს სამაგალითო ამ ხრივ? პატარა გოგონები ყიდიან კვერცხუჯრედებს და ინცესტის დიდი საშიშროებაა საქართველოში. ეს ყოველივე რატომ არ იგრძელებაო? ამიტომ პარლამენტის წინაშე დავსვე საკითხია. რა ვიცი, ეს არის სახელმწიფო საქმე, რომელიც ჩვენ ამაზე ძალა არ შეგვწევს. ჩვენ ვქადაგებთ, ეკლესია ამბობს, მოგუწოდებს სახელმწიფოს და ხა ითխანი თვალისწინებენ, ხან არ ითვალისწინებენ. ახლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენაც ესე ვთქვათ, ხორციელი ძალაუფლება გვაქვს და ზოგჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ საზოგადოება პატრიარქს ადანაშაულებდა რაღაცეებში ან სასულიერო პირებს, რომ რატო ამას რაღაცა, აი რატო არ აკეთებთ. ჩვენ გამოვდივართ და ვაკეთებთ, მოუწოდებთ, ვქადაგებთ. ეხლა ქრისტე מחვილით არ დადიოდა. ის დადიოდა და სიტყვას ამბობდა. და თუ ამ სიტყვას შეისმენდნენ,
კარგად მიდიოდა საქმე მათი და თუ არ შეისმენდნენ, ცუდად. და შედეგებს კარგისასაც, ცუდისას ხედავდა საზოგადოებას და ადამიანს. ეგ არის ჩვენი მისია, ჩვენ ვამხილოთ სიყვარულით, გვინდოდეს კარგი და ამაზე ვსაუბრობთ ეკლესია და სასულიერო პირები, გინდა ამბიონიდან და გინდა საპატრიარქო აკეთებს ამაზე ბევრ რამეზე ოფიციალურ განცხადებებს. ეხლა ამას შეიძლება გაითვალისწინონ, შეიძლება არ გაითვალისწინონ. ეს ჩვენი ის აღარ არის უკვე პრეროგატივა, ესე ვთქვათ, სახელმწიფო პრეროგატივა. კეთილი. მაყურებელია ისევ. გისმენთ დასვით კითხვა. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხარ. დავუცეთ მამაო. გაიხარ სიცოცხლე. ესეთი შეკითხვა მაქვს, ღმერთმა რატო შექმნა საკმა? რა რატო შექმნა? წარღვნა? გასაგები. ღმერთმა რატო შექმნა დედამიწა რატო შექმნა? კი. თუ წარღვნა ვერ გავიგე, ანუ თავი. ღმერთმა რატო შექმნა დედამიწა? დედამიწა რატო შექმნა? დედამიწა აბსოლუტურად ერთი რამის გამო შექმნა, მხოლოდ ადამიანებს ეცხოვრათ. და ეს იყო განგება ღვთისაწინა განგება, დედამიწაზე უნდა ეცხოვრა ადამიანებს. ცანი უთხრობენ დიდებას არ ღვთისასა და ქნულთა ხელთა მისასა მიუთხრობს სამყარო. და ეს ყველაფერი შექმნა ადამიანისთვის ვარსკვლავები და ერთადერთი სიცოცხლე სადაც არის ჩვენი დედამიწა. რაც ვიცით ჩვენ ბიბლიიდან და ეხლა. კი ბატონო. მარიკ წერს, ესე იგი, დიდმარხვაში დილას საღამოს ლოცვებს კითხულობდა, ეფრემ ასურის ლოცვებს სვავ. მეც ვერაფერს ვეღარ ვასწრებ დროის უქონლობის გამო და რას მეტყვით ამაზეო? გული წაიკითხოს მაგ ყველაფერი და საკმარისია. კმა შენდა. კი. ესეთი კითხვა არსებობს თუ არა სახარებაში იესოს გარეგნობის შესახებ ინფორმაცია? მაცხოვრის გარეგნობასთან დაკავშირებით სახარებაში არ მახსენდება რომ იყოს საფარი. სასწაულებზია და სხვა სწავლებებზე. მე უფრო ტურინის სუდარიდან ვიცით ხო ჩვენ? ტურინის სუდარა როა იქიდან ვიცით ხო? მის გარეგნობა. მაცხოვრის კი ტურინის სუდარას მეხუთე სახარებას უწოდებენ, სამაგის კვლევა ჩატარდა და მეცნიერებმა ესე ვთქვათ იმ დონეზე შეისწავლეს რომ ყველაფერი ესე ვთქვათ რაც შეეძლოთ აქედან ყველაფერი აღადგინეს. და იქედან შეიძლება მსჯელობა როგორი იყო და ეს თან ტურინის სუდარა იყო მაშინ უკვე როცა რაშიც მაცხოვარი იყო გახვეული. ანუ სხეული. საფლავად დადებული სხეული. და ეს არის გამოკვლეული. და მეცნიერება რაც შეეძლო თქვეს ამის შესახებ როგორი ტანჯვა გაიარა ანაბეჭდებით და ყველაფერი ეს ძალიან მაღალ დონეზე იქნა გამოკვლეული და იქ არის აღწერილი მეხუთე სახარებას უწოდებენ ტურინის სუდარას იმ დონეზე დიდი კვლევა არის დადებული ფაქტი. მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ? საღამომშვიდობის გაგახაროთ ღმერთი. ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი. კვირას უსრულდება ადამიანს 40 დღე და აი რო შევაგზავნო, როგორ უნდა მოვიხსენიო ახლა შესვენებული ისევ თუ აი რას მეტყვით მაგაზე? კი ბატონო. დიდი მნიშვნელობა კი არ აქვს მაგას. თუ მაგ უნდა მეთქვი ახლა მამაგურამ დამასწარი თქვენა. ახლა იმ სიტუაციას ახლა შესვენ ღმერთმა ხო იცის როდის არის შესვენებული და ზოგი გვარები წერს ხო ესეთი ისიც შეუხვედრია რომ გვარებს ვიწერენ იქ მოსახსენებელში და ვეუბნები ეს გვარი არ არის საჭირო ახლა ღმერთმა იცის შენ ვის ხსენიებ აქ და ეს არ ხდება რაღაცა ლიტონად ხო ღმერთი ახლა ვერ მიხვდება აქ მე ვის ვიხსენიებ ყველაფერს რა თქმა უნდა ხედავს და იცის და გზნობს და განიცდის ხო და კვირას ჩვეულებრივად შეაგზავნოს მოსახსენებელი წირვაზე კვეთაში ასევე მოძღვარს პანაშვიდი გადაახტევინოს პანაშვიდი. შეიძლება დიდი პანაშვიდი გადაახტევინოს, შეიძლება მცირე პანაშვიდი გადაახტევინოს, ეს მასია დამოკიდებული მოძღვარს ასასთხოვს. კი ბატონო. კომპლექსები როგორ დაუძლიოთ თქ წერს გიორგი. კომპლექსები საერთოდ არის ალბათ ამბარდავნებიდან გამომდინარე. რომ საზოგადოების წინაშე რაღაცას ვერ ძლევა, რაღაცა გინდა რომ ასე გამოჩნდეს, სხვანაირად გამოჩნდეს.
და გააჩნია ხა ისი კომპლექსია ხა ადამიანს აი კონკრეტულადაც გააჩნია რაზია და კომპლექსებული და კომპლექსები ზოგადად უნდა განვიხილოთ სახარებისეულ შუქზე და მარადიულობასთან მიმართებაში და უნდა შევცვალოთ ახლა რაღაცა ეს არ არის რაღაცა უნდა გავიაზროთ სიღრმისეულად ჩაუკვირდეთ ჩვენ ცხოვრებას აქციას და რაც გამოსასწორებელია უნდა გამოვასწოროთ და შევეცადოთ გამოსწორებას და რაც კიდე ახლა რაღაც კომპლექსი რაც არაფერს არ მოგიტანს თუნდაც გაზიანებს შენ თვითონ სიღრმისეული გააზრება ამ საკითხისა შეაცვლევინებს შეეწევა უფალი და თან ილოცოს ამასთან ერთად ყველა საქმე საერთოდ ლოცვა ჭირდება რომ ღმერთის შეწევნაც იყოს და თავისი მცდელობას და გააზრება სიღრმისეული მისი ამ მდგომარეობის კი ბატონო წმინდა გიორგი კარსლიდისის ცხოვრება ვის აქვს დაწერილიო ეს წმინდანი წალკაში არის სამწუთში მის ნაწილ მე თვითონ მოლოცილი მაქვს და უდიდესი წმინდანია არ მახსოვს ზუსტად ვის დაწერილი წიგნი არის ჩვენი ჯამის ხო ჩვენი დროის კი თანამედროვე მამა იყო ეს იყო მე-20 საუკუნე აღარ მახსოვს ზუსტად მე მის ცხოვრება წაკითხული მაქვს ეს პატარა ბროშურა იყო ზუსტად არ მახსოვს ცოტა აზრი მაქვს საკითხული ისე წალკაში არის მისი წმინდა ნაწილები კი ბატონო ჯვარზე გაკრული მაცხოვარიო რატომ ამბობს მამაო რატომ მიმატოვეო ანუ ცოტა არ იყოს დამაბნეველი რადგან ვიცით რომ ღმერთი ერთი არის მხოლოდო ეს იყო რა არისო ბოლოს გასამბობს ერთი ღმერთიაო და მამაო რატომ მიმატოვე რატომ ამბობს ერთი ღმერთია მაგრამ არის სამპიროვანი ერთ არსება სამპიროვანი ღმერთი ყოვლადწმინდა სამება და ჩვენ ვიცით სახარებაში მამას ბევრჯერ ახსენებს და ისიც ვიცით რომ მამა და ძე არის ერთ არსება მინდო მოციქულებმა რუსაკითხეს რომ გვაჩვენეო მამაო ვინაც მე ვნახაო მამა იხილაო ანუ ძე და მამა არიან სხვადასხვა ჰიპოსტასი მაგრამ ერთ არსება ღმერთი ანუ სადაც მამა იქ არის ძე სამყაროს უქმნი მარტო მამა აღფრინდა ძე ხფრინდა და სული წმინდა ეს სამი ჰიპოსტასი და აქედან გამომდინარე ეგ სიტყვები უშუალოდ ჯვარზე იყო გამოხატულება რისი რომ ჩვენ ვიცით რომ მაცხოვარი იყო ადამიანური ბუნება და ეს არ იყო მოჩვენებითი მან ტკივილები ყველანაირი განიცადა აი მონოფიზიტობა არის რომელიც ამას არ აღიარებს ესე ვთქვათ მონოფიზიტობა ამბობს რომ ღვთაებრივმა ბუნებამ ადამიანური ბუნებასთან შეერთების შედეგად შთანთქა ანუ ის იყო უპირატესი და ესე ვთქვათ შთანთქა ეს ადამიანური ბუნება და ესე იგი ღმერთმა მაშინ ასე გამოდის რომ ეს ჯვარცმა ტკივილები ეს ითამაშა ესე ვთქვა არ ტკიოდა მაგრამ მონოფიზიტური სწავლებით ასე გამოდის და ნამდვილი სწავლებით მართლმადიდებლური ის იყო სრული კაცი და სრული ღმერთი და აქ ჩანს მისი ადამიანური ბუნება აი ადამიანური ბუნება რატომ მიმატოვე ანუ ჯვარცმის დროს ის განიცდიდა ამ ტკივილებს სრულად და იტანჯებოდა და ეს იყო ალეგორიული ნათქვამი ღვთის წინაშე რომ ის სრულად დარჩა ამ ტანჯვასთან და ეს განიცადა მთლიანად გესმის ამაზე აქვს საუბარი რომ რატომ მიმატოვეო ამიტომ ამბობს რომ ტკივილები ბოლომდე განიცადა მან ადამიანური ბუნებით და ეს არ იყო მოჩვენებითი კი ბატონო თუ რა თქმა უნდა ეს ღმერთს არ მეუტოვებია და თვითონაც ღმერთი იყო მარინა უწევს რას ნიშნავს წუხრის დროს მაგიდაზე დაალაგებული 5 პური ღვინო ზეთი და ხორბალი ეს არის იმის ასე ვთქვათ სიმბოლური გამოხატულება და ასევე ლიტურგიკული აქტო სიმბოლური არ არის როცა 5 პური და 2 თევზი გადააქცია მას გაამრავლა უდაბნოში დააპურა და ვიცი ჩვენ რომ ეს კურთხევით საღვთო კურთხევით განიწმინდებიან და რომელთა ესეთი ლოცვა რომელთა მიიღონ ამათგან სარწმუნოებით მიეცმათ განწმინდა ეს არის ჩვეულებრივი როგორც ზეთისხება ვთქვათ რომ არის განსაწმინდელი ერთ-ერთი საშუალება ასევე არის სხვა სისხლის მიღება ყველაზე წმინდათა წმინდა რაც არის ახლა იმას რა თქმა უნდა არ უტოლდება ეს მადლით ახლა ის წმინდათა წმინდა არის და ცოდვების მიტევება შეუძლია ამას შეუძლია განწმინდა სულიერი და სულისა და ხოსის განწმინდა და მომზადება მეორე დღისთვის ეს მსახურება აღესრულება ხოლმე უმაღლეს რანგში
როცა რომელიმე დღესასწაულია, წინადღეს პური იკურთხება, ყოველთვის არ იკურთხება. როცა მაღალი რანგის მსახურებას აჩვენებს, ან საუფლო დღესასწაულია, წინადღეს ამ დროს ლიტურგიკულ ნაშრომებში ხვდება მედავითნები, გეუბნებიან, რომ დღეს არის პურის კურთხევა, ისე ჩახედავენ სამსახურო წიგნებში. და ეს არის ჩვეულებრივი ერთ-ერთი ქრისტიანული მსახურება, რომლის დროსაც განიწმინდება პური და ღვინოში, ესე ვთქვათ, ჩალტობილი მიეცემა მრევლს და ვინაც მიიღებს სარწმუნოებით, მას ექნება განწმენდა სული. შორენ აღწერს, რამდენად მისაღებია, როდესაც ტელეფონში ვკითხულობ ფსალმოს და სახარებასო, რამდენად მადლიაო. ტელეფონში კითხულობს თუ წიგნში კითხულობს, მადლი როგორ კითხულობს და რა შინაგანი განცდა აქვს იმის მიხედვით, მაგრამ ტელეფონში უბრალოდ როგორი რაღაცა არის, იცი? განწყობას არის, აი განწყობა ხო არსებობს ადამიანს. სანთელი რა არის უდიდესი მნიშვნელობა. ხო, განწყობა, აი რაღაცა ტელეფონი ცოტა რაღაც სხვა რამისთან ასოცირდება, ესე ვთქვა და შეიძლება ესეთი განწყობები, მაგრამ შეიძლება ესეთი გული წაიკითხო, ტელეფონად წიგნები წაიკითხო ესე ახლა. სიტუაციას და ადამიანს გააჩნია. ხო და ტელეფონი წაკითხული, ახლა ვიღაცა ამბობს, რომ აი ტელეფონი ეშმაკეულია და იქიდან წაკითხვა არ შეიძლება და ეგ ეს არასწორია. ჩვეულებრივ შეგვიძლია კეთილად ტელეფონი გამოვიყენოთ და ისეთ ადგილს, სადაც შეიძლება წიგნი არ გქონდეს, ტელეფონს მეც გამომიყენები, ახლა ისინიც კი არის. საუნდელო კონდაკი და პარაგლისი და კი, ჯვარი მიკურთხებია ტელეფონიდან, იმ წუთში ამ მქონია ეს კონდაკი, ამოვიღე ტელეფონი და მანქანა მიკურთხებია და იმ წუთში ამ მქონია, მაგრამ თუ წიგნი მაქვს, ტელეფონს არ გამოვიყენებ მაშინ. და თუ არ მაქვს წიგნი იმ წუთში რაღაცა კრიტიკულ მომენტებში შევინდა გამოვიყენო ტელეფონი და ეს არანაირი ის არ არის, რომ ახლა მადლის მიღებასთან ან არ მიღებასთან არ არის დაკავშირებული, აზიანებს თვალებს და რაღაცა არაპრაქტიკულია ეს თქვა ტელეფონი. ნათი აღწერს, რატომ არ შეიძლება ღირსარსის წაკითხვაო მთელი წლის განმავლობაში? არის რაღაც დღესასწაულები, ეს ღირსარსი არის ზოგადი ტროპარი ღვთისმშობლისა და არის რაღაცა დღესასწაულები, რომელიც დროსაც იცვლება ღირსარსი. რაღაც ერთი კვირით ან დღესასწაულის წინ და ამ იცვლის, იმიტომ მრავალი ტროპარი და კონდაკი აქვს ღვთისმშობლისა და დღესასწაულების მიხედვით. ასევე მაცხოვრის აღდგომის ტროპარი სხვადასხვა არის, კვირადღის ტროპები სხვადასხვა არის და მსახურების მიხედვით ეს ასაც უჩვენებს ეს ლიტურგიკული მსახურება იმ დროს იმას იმ ტროპას ვკითხულობთ. შესაბამისი. მარიკ წერს, ესე იგი ვირუსი შემხვდაო მარხვის დაწყების წინო, ცუდად ვიყავიო ის ერთი კვირა, როცა კრიტელის კანონები იკითხება და ვერ შევძელი დასწრება და რამდენად აუცილებელი იყო სახლში წავიკითხეო შეძლებს და გვარადო. თუ წაიკითხა სახლში კარგია, რა თქმა უნდა, ეხლა აუცილებელი რა, ეხლა თუ შეუძლია ადამიანს და ესე ვთქვათ სულიერ საგებას მოუტანს, რა თქმა უნდა. კრიტელის კანონი არის ძალიან ღრმა ლოცვები და სინანულის ღრმა გამოვლინება წმინდა მამისა, ხო და ეს ყოველთვის საგებას მოუტანს ადამიანს მისი წაკითხვა. თუ შეძლოს სახლში კარგია, ღმერთი შეეწიროს. მედიტაცია ცოდვა არისო? გიორგი გწერს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მედიტაციები ბუდიზმს უკავშირდება ზოგადად და ბუდიზმი რა არის? ბუდიზმი საერთოდ ღმერთს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ ადამიანმა რაღაცა მედიტაციები ზუსტად თავი უნდა განიღმთოს, ანუ რაღაცა ვარჯიშებით, სუნთქვებით და ასე შემდეგ და ამის ესე ვთქვა გამოყენება მაგ კუთხით არის ცოდვა უმძიმესი, რა თქმა უნდა. და ბოლო კითხვა და ამით დავასრულოთ. ელისაბედი გწერს, ესე იგი ადამის და ევას გაჩენამდე ადამიანები თუ იყვნენ და რანაირი ხალხი იყო? არა, სად იყვნენ ადამიანები? პირველი ადამიანები იყვნენ ადამი და ევა. არავინ არ იყო, მანამდე ადამიანი საერთოდ არ იყო, პირველი ადამიანი იყო ადამი და ევა შემდეგ შეიქმნა ადამი. ადამისგან დაერქვა ადამიანი, ხო? ადამიანი, კი ბატონო. ადამიანის თავმოვლები, ადამიანენი. კი ბატონო. მადლობა მამაო მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენს შენდობას ვითხოვ თუ რაღაცა შეიძლება არა ჩვენიერი სიღრმისეულად ვერ გავეცი ვინმეს როგორც შეგვიძლია ჩვენ ისე ვაკეთებთ შეგვიძლია ჩვენ ცოდნის ფარგლებში მადლობა ამისთვის ჩვენ ზურფას მაყურებლებს შევახსენებ რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახდათ სვანეთის უბანში მდებარე წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გიორგი ბედიაშვილი, გადაცემას ლურჯი მონასტრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი უძღვებოდა.
დღევანდელი გადაცემის ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.